Asta იყო დღის მთავარი თემები, რაც შეეხება კვირის მთავარ თემას, ამის შესახებ უკვე საუბარი პოზიციის სტუდიაში გაგრძელდება ჩვენ ინა შუბლაძეს გადავცემთ ეთერს. საღამომშვიდობისა ქუჩა თუ დიალოგი ოპოზიცია არჩევანის წინაშე დგას. ვინ რა გზას აირჩევს, მოისმინეთ ოპოზიციის და ხელისუფლების პოზიციები დღეს ამ სტუდიაში. ოპოზიციის არჩევანი ვინ აპირებს დიალოგზე წასვლას და ვირჩება ქუჩაში ერთი მოთხოვნით. ერთი მიზანი და ორი გზა, ვინ რაში ხედავს გამოსავალს. ხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ თუ კი შეხვედრა შედგა ხელისუფალთან, ჩვენ მოვისმენთ თვითონ როგორ უყურებს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კრიზისთან გამოყვანის შესაძლებლობას. თუ ვინმე სჯერა დიალოგის გამართოს ეს დიალოგი, ნებისმიერმა ადამიანმა ოპოზიციაში უკვე დროა გადაწყვეტილება მიიღოს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომისთვის. სამების ტაძარში ჩამორთმეული ხელი ნიშნავს თუ არა, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის ზღვარზე. ჩვენ ალტერნატივა გარდა ერთად ყოფნისა, გარდა დიალოგისა, გარდა ერთიანი მომავლის შენებლობისა უბრალოდ არ გაგვაჩნიათ. ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა და მიიღო ასევე ადეკვატური პასუხი ბატონი ალასანიას და მისი გუნდისგან. ჩვენ ველოდებით. ვის ელოდება მართველი გუნდი მოლაპარაკების მაგიდასთან და რას ელოდება დიალოგისგან ოპოზიციის ერთი ნაწილი. შედგეს ისეთი შეხვედრა პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის, რომელსაც ექნება კონკრეტული შედეგები. ირაკლი ალასანია, რა შედეგს ელოდება ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი და რა პირობით თან ხდება ის დიალოგს მმართველ გუნდთან. ალასანიას პოზიცია დღეს პოზიციაში. ქუჩა თუ დიალოგი, რა გზას ირჩევს ოპოზიცია ბრძოლის გასაგრძელებლად. ალიანსი თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ლიდერი დღეს საკუთარი პოზიციით. რა დათმობებს ელოდება კონსტანტინე გამსახურდია მმართველი გუნდისგან. სრულიად გაურკვეველია რა მოთხოვნებზე იქნება საუბარი, რაზე არიან ისინი მზად, რის დათმობა სურთ მათ. ჩვენ დასათმობი რა გვაქვს, ჩვენ ხომ ქუჩის ოპოზიცია ვართ ბოლოს და ბოლოს. ქუჩის აქციებით საქმე არ გვარდება, ქუჩის აქციები არ არის გზა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას ხელისუფლება და აქვს თუ არა უკვე მზად იმ საკითხების ნუსხა, რომელსაც მრგვალი მაგიდის ირგვლივ განიხილავს. დრო და ადგილი და მივალ სადაც უნდა რა გავაკეთო და რაც შეეხება მოთხოვნას, იმ მოთხოვნას არ ავწვი. ჩვენ ვალდებულები ვართ ერთმანეთის მოვისმინოთ, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დამთმობები. რა გზას ხედავს ვითარების განსამუხტად მმართველი გუნდი ხელისუფლების პოზიციას დღეს პოზიციაში ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაიცავს. მაშასე ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ და მე ხა წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს ალიანსის საქართველოსთვის ლიდერს ირაკლი ალასანიას. საღამომშვიდობისა ბატონო ირაკლი, მადლობთ რომ გადაცემაში მონაწილეობთ და თავდაპირველად მინდა თანაგზნობა გამოვხატო ლევან მიქელაძის გარდაცვალების გამო. ჩვენ მას შემდეგ არ ყოფილხართ ამ სტუდიაში და დავიწყოთ საუბარი. ბუნებრივია დავიწყებ იმით, რაზეც თქვენ ასე ვთქვათ გამოირჩევით ყოველთვის ასე ვთქვათ სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან, იმით რომ მუდამ ემხრობით დიალოგს, თქვით ისიც რომ მზად ხართ ვთქვათ ოპოზიცია აყენებს მხოლოდ ერთ საკითხს, მაგრამ მზად ხართ მოისმინოთ პრეზიდენტისგან, ან ხელისუფლებისგან ვთქვათ რა შეხედავენ ამ ვითარებიდან გამოსავალს. კონკრეტულად მოდით იმით დავიწყოთ თუ რა თემების წამოწევას ელოდებით ხელისუფლებისგან თუ ვთქვათ ეს დიალოგი შედგა. დიდი მადლობა. პირველ რიგში სწორედ ეს შეკითხვა ჩემშიც ბადებს გარკვეულ მოლოდინს ხელისუფლებისგან გავიგოთ თუ რა საკითხები შეიძლება დაისვას მათი მხრიდან ამ შესაძლო შეხვედრაზე. საპასუხოდ იმისა, რაც პრეზიდენტმა სააგაშვილმა განაცხადა, თუნდაც სამებაში, როდესაც იყო მოსული, რომ მზად არის შეხვედრისთვის, მე საპასუხოდ შემიძლია ასევე განვაცხადო, რომ ჩვენც მზად ვართ შეხვედრისთვის. ეს შეხვედრა უნდა იყოს ორიენტირებული და გათვლილი რაღაც კონკრეტულ შედეგზე. მე მგონია, რომ შეხვედრა აუცილებელია შედგეს. აუცილებელია იმდენად ქვეყანა შესულია ისეთ პოლიტიკურ კრიზისში, საიდანაც გამოსავალი მოსაძებნია მთელი საზოგადოების მიერ, პოლიტიკური ძალების მიერაც. აქედან გამომდინარე შეხვედრისთვის ჩვენც ვემზადებით. ჩემი პოლიტიკური გუნდი უახლოეს დღეებში და პერიოდში აპირებს გარკვეული კონკრეტული წინადადებების შემუშავებას ამ შეხვედრისთვის, რომელიც გაეცნობა პირველ რიგში ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებს. უახლოეს პერიოდში თუ ეს შეხვედრა შედგა, ჩემი აზრით ეს შესაძლებელია გახდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის სერიოზულად გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ აუცილებელია ხელისუფალმა
პირველ რიგში ადეკვატურად შეაფასოს რა პოლიტიკურ კრიზისთან გვაქვს საქმე. იგნორირების პოლიტიკა, ის პოლიტიკა, ტერორის, რომელიც განხორციელდა მომიტინგეების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც კრიტიკული აზრი აქვს და ეს არის უდიდესი უმრავლესობა ჩემი ხმარწმელი საზოგადოების, კიდევ უფრო აღრმავებს ამ კრიზისს და ზრდის უნდობლობას. კარგი, ჩვენ ვისაუბრებთ ბევრ დეტალზე, აუცილებელია შეხვედრა შედგეს. თქვენ თქვით, რომ თქვენი გუნდი ამზადებს საკითხებს, გააცნოთ პარტნიორებს, ანუ მე მაინტერესებს უბრალოდ დიალოგზე თანხმდებით, ეს გასაგებია, მაგრამ ვინ წავა ამ დიალოგზე? იმიტომ იყო გამოთქმული, თქვა სხვადასხვა მოსაზრებები, რომ ოპოზიციის ნაწილი ამაზე ღიად თქვა. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მიტინგზე გამოსულისას იგივე ნინო ბურჯანაძემ, რომ დროა გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა ოპოზიციაში არჩევანი. ანუ შესაძლოა თქვა ნაწილი წავიდეს დიალოგზე, ნაწილი თქვა ისო ქუჩაში დარჩეს და აქციები გაგრძელდეს. მე მინდა გითხრათ, რომ ერთობლივი განცხადება რამდენჯერმე გაკეთდა თქვენ მოისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, რომ მზადყოფნა არის ესეთი შეხვედრისთვის. აქამდე არ ყოფილა არც ერთი კონკრეტული შემოთავაზება, კონკრეტული ვიმეორებ ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ მე ვთვლი პირადად, რომ ჩვენ ყველა ფრონტზე უნდა მოვახერხოთ ჩვენი პოზიციის დაცვა, იმ სამართლიანი პოზიციის დაცვა, რომელიც გამოიხატა თუნდაც 9 აპრილს შეკრებილი საზოგადოების მხრიდან და მე მზადა ვარ ესეთი შეხვედრისთვის. პოლიტიკურ პარტნიორებთან ძალიან ხშირი კონსულტაციების შედეგად ჩვენ გვაქვს საერთო პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტიკა, რომელიც შესაძლებელია გაჩნდეს ამ შეხვედრაზე, ჩემის მხრიდან იქნება შემუშავებული და მომავალ კვირას მე უკვე გავაცნობ ჯერ პირველ რიგში ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებს და შემდეგ უკვე იმის და მიხედვით, თუ როდის შედგება ეს შეხვედრა, გავაცნობთ ხელისუფლებას. თქვენ საუბრობდით, რომ კონკრეტული შემოთავაზებები არ ყოფილა. დღეს კიდევ ერთი განცხადება გაკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, სადაც რაღაც საკითხები დასახელდა, თქვა და მან მოუწოდა ოპოზიციის ნაწილს, ვისაც აქვს სურვილი მივიდეს და ჩაერთოს ამ მუშაობაში. მოდით ეს განცხადება მოვისმინოთ და შემდეგ თქვენი პასუხი. ერთის მხრივ მისასალმებელია, რომ უკანასკნელ დღეებში რადიკალური ოპოზიციის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა დიალოგი, თუმცა ნამდვილად სამწუხაროა, რომ ამ სიტყვის უკან დგას იგივე ულტიმატუმი, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე. ეს არის ულტიმატუმი საქართველოს პრეზიდენტის გადადგომაზე. ეს დიალოგის შემოთავაზება ნამდვილად არ არის. ჩვენ ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ საზოგადოებასთან შეხვედრას. დღევანდელი შეხვედრაც არის ამის ნაწილი და უახლოეს პერიოდში, უახლოეს დღეებში ჩვენ დავიწყებთ ძალიან სერიოზულ, ინსტიტუციონალურ, სისტემურ და პოლიტიკურ რეფორმებს ამ ქვეყანაში. ოპოზიციის იმ ნაწილთან ერთად, ვისაც სურს მართლაც სერიოზულ რეფორმებში მონაწილეობის მიღება და საზოგადოებასთან ერთად. ამიტომ თუ რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს ნამდვილად სურთ დიალოგი და არა მხოლოდ ამ სიტყვის გამოყენება, მე მათ მოუწოდებ უახლოეს დღეების განმავლობაში გააკეთონ არჩევანი, სურთ თუ არ სურთ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციონალურ დემოკრატიულ რეფორმებში მონაწილეობა. ამ რეფორმებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უახლოეს დღეებში დავიწყებთ. ანუ რა არჩევანს გააკეთებს ირაკლი ალასანი, ამას გულისხმობ უკვე არა დიალოგზე, არამედ თქვენ თქვით, რომ ჩემი გუნდი მოამზადებს გარკვეულ საკითხებს, ანუ შესაძლოა ეს აღარ იყოს მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და თქვათ რაღაც სხვა საკითხები იყოს, რასაც თქვენს თვლით, რომ შეუძლია განმოხტოს ვითარება. პირველ რიგში ვიტყვი, რომ თვითონ ეს განცხადება გარკვეულ ულტიმატუმს შეიცავს, რაღაც ვადების დაფიქსირება, რომ როდის შეუძლია ოპოზიციას გადადგას ნაბიჯები. ეს არის მიუღებელი, ჩემი აზრით ეს არის ძალიან არაკონსტრუქციული. როდესაც ჩვენ საუბრობთ შეხვედრის შესაძლებლობებზე, ყველა წითელი ხაზი, ყველა წინაპირობა, ჩემი აზრით, მხოლოდ და მხოლოდ ხელშეუშლის ამ შეხვედრის თვის მზადებას. მე შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიცია რეალურად მზად არის ამ შეხვედრისთვის. კონკრეტიკა მე არ მომისმენია ხელისუფლების მხრიდან, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამიტომაც იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, მდგომარეობს ჩემი აზრით ერთადერთში. გაგრძელდეს ის საპროტესტო აქციები, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციური ფორმებით და ამავდროულად გავხსნათ ახალი ფრონტი, ახალი არხი, სადაც ჩვენ შევძლებთ ამ პოზიციების წარდგენას არა მარტო ქუჩაში, არამედ მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს იქნება ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც შესაძლებელს გახდის შექმნას წინაპირობები კრიზისთან ქვეყნის გამოყვანის. გასაგებია, თუმცა ბატონო ირაკლი, როდესაც დიალოგზე საუბრობთ, ნაწილი ოპოზიციის საუბრობს იმაზეც, რომ შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს ქმედებები, ვთქვათ, სტრატეგია შეიცვალოს. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ დიალოგი და უფრო რადიკალური ქმედებები და რა იგულისხმება ამაში? ესეც აინტერესებს საზოგადოებას. დიალოგი რო შედგეს, ამისათვის აუცილებელია ხელისუფლების მხრიდანაც იყოს ადეკვატური შეფასება პოლიტიკური კრიზისის. აი ამას სწორედ რო ვერ ვხედავთ ჩვენც და საზოგადოებაც, იმიტომაც იზრდება სულ უფრო ეს უნდობლობა. ჩემი აზრით, საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე მიმდინარეობდა, როგორც დავპირდით ჩვენ საზოგადოებას, არის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი. გამოიხატა საზოგადოების და
მოქალაქეების დიდი ნაწილის მე ვიტყოდი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ. ეხლა ჩვენ აუცილებელია დავიწყოთ ახალი ეტაპი ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, მშვიდობიანი, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ყველა ფრონტზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოლაპარაკებების ფრონტზეც უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიცია. ეს იქნება შეხვედრა ხელისუფალთან, რომელიც ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იქნება, რომ შედგეს, მაგრამ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკური კრიზისის შექმნისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. 9 აპრილი არ არის იმის მიზეზი, რა კრიზისით შეიქმნა ქვეყანაში. 9 აპრილი არ არის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის მიზეზი. 9 აპრილი თვითონ არის შედეგი ამ პოლიტიკური კრიზისის, რომელიც ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა მოიტანა ქვეყანაში. ამიტომ გამოსავალი დღეს შეება ერთადერთი. ეს პროტესტის ფორმა მშვიდობიანად გაგრძელდეს, მაგრამ ამავდროულად გავხსნათ ახალი არხი, შესაძლებლობა, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დარეგულირება გადავიდეს მოლაპარაკების მაგიდაზე. ეს არის ჩემი პოზიცია. პირველ რიგში ქვეყანა და ხელისუფლება არ არის ერთი ადამიანი. ჩვენ ყოველთვის ვიძახდით, რომ არ ვებრძვით პიროვნებებს, მე ყოველთვის ვიძახდი, რომ შესაძლებელია სისტემა, რომ ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ვინც არ უნდა მოვიდეს საქართველოს პრეზიდენტად თუ პოლიტიკურ ლიდერად, სისტემა უნდა შეიცვალოს, რომ რეალურად შევძლოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ანუ ბატონო ერეკლი, შესაძლოა როგორც მე გავიგავით, შეიძლება არასწორად გავიგეთ, მაგრამ გეკითხებით, რომ წინა პირობის გარეშე მიდიხართ დიალოგზე და აქვე კითხავთ იმასაც, მხოლოდ პრეზიდენტთან განიხილავთ ამ დიალოგს, თქვა თუ შესაძლოა ეს იყოს, თქვა პარლამენტის თავმჯდომარე ან შეხვედრა უნდა შედგეს პრეზიდენტთან. რაც შეეხება პოლიტიკურ დღის წესრიგს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩვენი მხრიდან დგას ეს საკითხი, ადამიანელი საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ აქ ჩნდება შესაძლებლობა ხელისუფლებამ წარმოადგინოს თავისი კონკრეტული წინადადებები, რომელიც შესაძლებელია განხილული იქნას ოპოზიციის მიერ. ჩვენთვის მთავარი არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ჩვენთვის მთავარი არის სისტემის რეალური ცვლილება. და ამ შეხვედრაზე გამოჩნდება გულწრფელად, ვის სურს ქვეყნის ამ პროცესში, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის პროცესში მონაწილეობის მიღება. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი განცხადება, რომელიც დღემდე ყოფილა გაკეთებული, არასდროს არ თავდება კონკრეტული შემოთავაზებებით. სწორედ ეს ჩემი სურვილია, სწორედ მათი ეს პოლიტიკური ნება გამოვლინდეს ამ შეხვედრაზე და შეხვედრის თვითონ შემდეგ წარმართული პროცესი იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად კონსტრუქციული იქნება ხელისუფლებაც და დამერწმუნეთ ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან გადადგმული ნაბიჯებიც იქნება შემხვედი. და ბატონო ერეკლი, თქვენ მე არ მიპასუხეთ, ვინ შეიძლება ვიხილოთ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან, მე კითხე და კონკრეტულად არ გიპასუხეთ, ანუ თქვენ, არა, პრეზიდენტი და მანამდე ვგულისხმობ, კითხეთ, ანუ თქვენი გუნდი გასაგებია რომ მიდის ამ მოლაპარაკებებზე. ანუ ერთიანია ეს პოზიცია, თქვენ გარკვეულია, ვინ მიუსხდება მოლაპარაკების მაგიდას ოპოზიციის მხრიდან. ტექნიკური მხარეა და საკმაოდ მნიშვნელოვანიც და ეს გაირკვევა უახლოეს პერიოდში, როდესაც შეთანხმება შედგება შეხვედრასთან დაკავშირებით. პოლიტიკური პარტიები, რომელიც ოპოზიციურ სივრცეში არის გაერთიანებული, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. გასაგებია და არ შემიძლია სამების შეხვედრა თქვენ ახსენეთ და მე ამ თემას მაინც არ შევეხომ და ძალიან მოულოდნელი იყო თქვენი გამოჩენა იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ასე ვთქვათ ერთიანი განცხადება გაკეთდა, რომ ისინი მიდიოდნენ სიონში და არ მიდიოდნენ იქ, ვთქვათ ამ სინანულის დღეს 28 აპრილს, სადაც იქნებოდა ხელისუფლება. იყო ეს თქვენი მხრიდან ერთგვარი ჟესტი ან მინიშნება იმაზე, რომ თქვენ თანახმო ხარ დიალოგზე და რაღაც საკმაოდ დამოუკიდებლად მოქმედებთ ამ დროს თუ პოლიტიზირება ამ საკითხის არ შეიძლება იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის მოწოდება. არა, საუბარი კონკრეტულ იმ ტაძარზე, თორე გასაგებია. ტაძარი ერთია საქართველოში, ამიტომ ყველამ ავირჩიეთ იქ მისვლა, სადაც საჭიროდ შავ თვალეთ მისვლა, მე გადაწყვეტილი მქონდა სამებაში მისვლა და ამიტომაც მივედი. კარგით და დიალოგის თემა საბოლოოდ რომ ავუწურო, საერთაშორისო საზოგადოებასაც მინდა შევეხო, იგივე სემნებთან დღესაც ჰქონდათ შეხვედრა და არა პირველი. ანუ ძალიან ბევრი იგივე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი ყველანი ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებენ დიალოგისკენ და გამოითქვა გარკვეული კრიტიკული შეფასებები ოპოზიციის მხრიდან მათ მიმართ, ანუ ელჩების მიმართ და ითქვა საკმაოდ არაეთიკური განცხადებების კეთებოდა. თქვენ როგორც დიპლომატიური წრიდან გამოსული პოლიტიკოსისთვის, უბრალოდ მაინტერესებს ხომ არ გიქმნით ეს ერთგვარ უხერხულობას, როდესაც თქვენი თანამებრძოლები შესაძლოა საკმაოდ არაეთიკურ განცხადებებს აკეთებენ ხოლმე, ვთქვათ, იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ. მე არ ვიცი კონკრეტულად რომელ განცხადებაზე აპელირებთ არაეთიკური. ყველას აქვს, ყველა პოლიტიკურ ლიდერს აქვს თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლება. მე პირადად არ ვემხრობი არც ერთ იმ განცხადებას, რომელიც შეიცავს პიროვნული ღირსების შელახვას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის იმის უფლება იმ პოლიტიკური ძალის შეაფასოს ესა თუ ის საერთაშორისო ორგანიზაციის თუ წარმომადგენლის მოქმედება და მისი ნაყოფიერება, როგორ ასრულებს ის თავის მოვალეობას.
ჩემი მხრიდან მინდა გითხრათ, რომ არანაირად არ ვემხრობი არც ერთ განცხადებას, რომელიც არის პიროვნული ღირსების შემოხატვა. და რახან ელჩებზე ვისაუბრეთ, იგივე ერიკ ფურნიეს განცხადება მინდა მოვიყვანოთ, უბრალოდ კითხოთ, რომ თქვენი აზრით რაზე მიუთითებს, როდესაც თქვათ დიპლომატიური კორპუსს აქვს ასეთი განწყობა, ანუ მან თქვა, სწორედ ამას მოყვა საკმაოდ კრიტიკული შეფასებები, რომ თქვათ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები ფერხდება და იყო ასე ვთქვათ, უკმაყოფილება გამოთქმული ამ ქუჩის აქციებზე, ქუჩების პარალიზებაზე, უფრო სწორედ არა აქციებზე, არასწორად ვამბობ და იმაზე, რომ ფაქტიური სატრანსპორტო ბლოკადაა ქალაქში შექმნილი. რაზე მიუთითებს ეს განწყობა, შეიძლება ვთქვათ ამაზე საუბარი დღეს? განწყობა საერთაშორისო თანამეგობრობის არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ისინი აფასებენ, რომ მშვიდობიანი აქციები, საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში, ჯდება კონსტიტუციურობის ფარგლებში, არც ერთი განცხადება არ ყოფილა, რომელიც შეფასებული იქნებოდა, რომელშიც შეფასებული იქნებოდა ეს აქციები, როგორც არაკონსტიტუციური. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა მეთოდებზე და ტაქტიკაზე და თავისი შეფასების გაკეთების უფლება. ჩემი მხრით მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იმ კონტაქტებში, იმ შეხვედრებზე, რომელიც გვაქვს ევროკავშირის წარმომადგენლებთან, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ერთადერთი რაზეც მიდის საუბარი, ეს არის, რომ მშვიდობიანი ფორმა არ შეიცვალოს რაიმე ძალადობით. ორივე მხარეს, მათ შორის ხელისუფლების მხარესაც მოუწოდებენ ზუსტად იყვნენ იმ ძალადობის წინააღმდეგი, რომელიც არაერთხელ გამოვლინდა სამწუხაროდ საპროტესტო აქციების მონაწილეებზე თავდასხმის პერიოდში და აქვე შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, გარკვეულწილად რა თქმა უნდა ოპოზიციასაც, იმიტომ რომ ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა ამ აქციების მშვიდობიან ხასიათზე, მაგრამ გადაწყვეტილება თუ როგორ უნდა განვითარდეს პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში, ეს არის ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში პოლიტიკურ კრიზისსაც ექნება გარკვეული გადაწყვეტა. ბატონო ერაკლი, ჩვენ ვახსენეთ ეს გადაკეტილი ქუჩები და გამზირები და იგივე საზოგადოებაზე საუბრობდით, არ შემიძლია არ კითხოთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გაიზრდება იმ მოქალაქეების უკმაყოფილება ამ ფონზე, ვთქვათ, ვინც ჩაულ რეჟიმში განაგრძობს, ანუ ნაწილი გასაგებია, ვთქვათ, უერთდება საპროტესტო აქციას, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი გადაადგილდება ქალაქში, მიდის სამსახურში, ასე ვთქვათ, და ჩაულ რეჟიმში განაგრძობს ცხოვრებას. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი უკმაყოფილება შესაძლოა გაიზარდოს ოპოზიციის მისამართით, ვთქვათ, იმიტომ იყო მსგავსი შემთხვევებიც. ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა საზოგადოების დიდი ნაწილი, რომ იძულებულია მიმართოს პროტესტის ასეთ ფორმას, მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არის არაადეკვატური მათი მოთხოვნებისა. ამაში ხელისუფლების წვლილი უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი მხრიდან გადადგმული მიღებული ზომები. თუმცა საუბარია, ვთქვათ, ამ დღეში გადაკეტილ ქუჩებში. რაც შეეხება გადაკეტილ ქუჩებს, მე ვიზიარებ გარკვეულწილად და ვიღებ იმ შენიშვნებს, რომელიც აქვს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გადაკეტილ ქუჩებთან დაკავშირებით. ჩვენ და მე პირადად აუცილებლად მიმაჩნია, რომ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს ისეთი ფორმით, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს არ შეექმნას პრობლემები გადაადგილებაშიც თუნდაც, მაგრამ როდესაც საქმე ეხება პიკეტირებას გარკვეული სახელმწიფო დაწესებულების, ეს იმავდროულად ითვალისწინებს ბუნებრივად გამოდის ისე, რომ გარკვეული ქუჩები იქნება გადაკეტილი. აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა და ადამიანებს, მოქალაქეებს აქვთ უფლება კონსტიტუციური ეს მშვიდობიანი საპროტესტო ფორმა გამოიყენოს და ბუნებრივ შემთხვევაში, როდესაც ხდება ქუჩის გადაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ნაწილ საზოგადოების უქმნის გარკვეულ პრობლემას, მაგრამ მთავარი აქ კონტექსტია, რა კონტექსტში ვითარდება პროცესები ქვეყნის შიგნით, როდესაც ხდება ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრიდან სრული ignorირება იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებს საზოგადოების ეს ნაწილი. ბუნებრივია, მათი მხრიდანაც და ჩვენი მხრიდანაც იზრდება ის მუხტი, საპროტესტო მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არის და კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ თუ კი ის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ საუბრობ და საზოგადოება ელის შედგა, შესაძლებელი გახდება, დარწმუნებული ვარ, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის გზების მოძებნა. ბატონო ერაკლი, დღეს ასევე იყო, ასე ვთქვათ, ოპოზიციის ერთ-ერთ სტრატეგიას წარმოადგენს და სხვა შორის დავით გამყრელიძე იყო სწორედ თქვენი ერთ-ერთი თანაგუნდელი იქ პარალიზებული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაც სულ საუბრობს ხოლმე ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე, თუმცა მაინტერესებს რამდენად მისაღებია თქვენთვის იგივე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა, მორალური ზეწოლა, პირდაპირ კეთება ასეთი განცხადებები, აღარ ვსაუბრობ ფიზიკურ ზეწოლაზე, რასაც თქვა გქონდა რამდენიმე ფაქტს ადგილი აქციაზე. პირველ რიგში პირველი არხის პიკეტირების საკითხი ჩემი აზრით არის აბსოლუტურად სამართლიანი ჩვენს
როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებდით, ეს დაფუძნებული იყო არა მხოლოდ ვინმე პიროვნული ჟურნალისტების მიმართ გარკვეული პროტესტის გამოხატვაზე, ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, რომელიც ჩვენი ღრმარწმენით არა ობიექტურად მიმდინარე პროცესებს. მე პირადად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი პიროვნული ღირსების შემოლახავი განცხადებების, მაგრამ როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას, რომ იყოს საზოგადოების სამსახურში და ობიექტურად გააშუქოს მიმდინარე პროცესები, გამართლებულია პიკეტირების ეს ფორმა. პიკეტირება და მე ვსაუბრობ სირცხვილის დერეფნებზე. რომელიც დღეს გაიმართეთ და თქვენ ამბობთ რომ წინააღმდეგი ხართ პიროვნული ჟურნალისტები არიან ისინი დამტო არ მაქვს უფლება რომ ეს კითხვა არ დაგისვათ იმიტომ რომ თქვენ ისაუბრეთ რომ პიროვნულ შეურაცხყოფებზე ვთქვათ რა თქმა უნდა არ ამბობთ რომ არ არის მისაღები მაგრამ წინააღმდეგი ხართ მაგას თუმცა იგივე თქვენ თანამდებობებს განცხადებთ ამას ან თუ ხდება ამაზე ოპოზიციაში საუბარი იმიტომ რომ სირცხვილის დერეფნებში ყველა ადამიანს მოუწია გავლა ყველას თავის დამოკიდებულება აქვს ჩვენ თანხმდებით ტაქტიკაშიც სტრატეგიაშიც მაგრამ ყველას აქვს უფლება საკუთარი შეფასებები გავაკეთოთ გასაგებია, კარგი და კიდე ერთი კითხვა სწორედ საზოგადოებრივის ერთ-ერთ პრეტენზიად ეს დასახელდა, თუმცა ყველა არ ხმარჩვენა ეს კადრები. ნახეთ კადრები როგორ მოიხმარენ ნარკოტიკის საკანში, რაზეც რა თქმა უნდა ოპოზიციის მხრიდანაც მოვისმენთ განცხადებები და ითქვა რომ ეს არიან შეგზავნილი ადამიანები, საგანგებოდ იმისათვის რომ ეს კადრები გადაიღოთ, მაგრამ მე მაქვს ესეთი კითხვა, არ აქვს თქო ოპოზიციას მექანიზმი იმისა, რომ აკონტროლოს სიტუაცია ადგილზე და გააკონტროლოს რა ხდება საკანში და გასაგებია ვთქვათ ეს პოზიცია ოპოზიციის რომ ეს იყვნენ შეგზავნილი ადამიანები საგანგებოდ. მეც ვიზიარებ მაგაზრს რომ არის ძალიან საეჭვო ეს ფაქტები რომელიც ფიქსირდება შეიძლება მართლაც შეგზავნილი იყო ეს პიროვნება იმიტომ რომ რამდენადაც მე მახსოვს ასევე არის კადრები როდესაც ეს პიროვნება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან ერთად ფიქსირდება კადრებში ამას არ აქვს მნიშვნელობა თავისთავად როდესაც ესეთი მასიური აქციები მიმდინარეობს არ არის გამორიცხული ვიღაც პიროვნება ამ სენით იყოს დაავადებული და ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის მიერ წარმოებული აქციები შეიძლება იყოს კომპრომენტირებული. რა თქმა უნდა, მოკლედ კონკრეტულ შემთხვევაში არის ქვეყნის სენი, ნარკომანია გავრცელებულია საუბედუროდ საქართველოში ძალიან მასშტაბურად. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ აუცილებელია სამართალდაცვო სტრუქტურებმა თავზე დაკისრებული ფუნქციები შეასრულოს და არ იყოს დაკავებული ორგანიზებით საპროტესტო აქციების მონაწილეებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით და დაიწყოს რეალურად საკუთარი საქმის კეთება და ნარკომანიის და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა. თქვენ გახსოვთ, როდესაც თავდასხმები გრძელდებოდა ჩვენს მომიტინგეებზე, სამწუხაროდ პატრულის წარმომადგენლები დეკლარირებულად პრაქტიკულად არ ერეოდნენ ესეთი შემთხვევების გამოძიებაში და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საუბარია დიალოგზე და ნდობაზე, პირველ რიგში ჩემი აზრით ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ აი ამ დანაშაულების და თავდასხმების გამოძიება. გამოძიება, რომ ისეთი თავდასხმების, რომელმაც მართლაც უდიდესი ნეგატიური გავლენა იქონია საზოგადოებაზე, საპროტესტო მუხლი კიდევ უფრო გაზარდა და უნდობლობა კიდევ უფრო გააღრმავა. ასე რომ ეს ნაბიჯები ჩემი აზრით ხელისუფლების მხრიდან არის პირველ რიგში გადასადგმელი. გასაგებია, თუმცა სწორედ ამ დროს ამბობს ხოლმე ხელისუფლება, რომ როდესაც არის დიალოგზე საუბარი და ამ დროს რადიკალურ ქმედებებზე, ანუ ფაქტობრივად ორივე მხარე მაინც ერთმანეთს ერთგვარ წინაპირობებს უყენებს, გამოიძიონ ფაქტები და ისინი თხოვენ, რომ ეს არის მათი ფუნქცია, ეს აუცილებელია. გასაგებია, რომ დიალოგზე ხდით, იმიტომ როდესაც რადიკალურ ქმედებებზე საუბარი. ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. ისევე როგორც მედია უნდა იყოს თავისუფალი ამ ქვეყანაში, ისევე როგორც სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი ამ ქვეყანაში. ეს არ შეიძლება მათი მხრიდანაც გახდეს მოლაპარაკებების საგანი. იმიტომ რომ ეს მათ ევალებათ. და ის კრიტიკა, რომელიც ისმის ჩვენი მხრიდან, ოპოზიციის მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და საფუძვლიანი. გასაგებია, ბატონო ირაკლი, სწორედ ამ თემაზე მინდა გითხოთ. სულ არის საუბარი ოპოზიციის მხრიდან, რომ გაცილებით მეტია, ვთქვათ, უკმაყოფილო ხელისუფლების ქმედებებით, ვიდრე ქუჩაში დღეს დგანან ადამიანების რაოდენობა. მე უბრალოდ მაინტერესებს, არ გულისხმობ, ვთქვათ, 9 აპრილის შემდეგ მომიტინგეების რიცხვი შემცირდა, არ გულისხმობ მხოლოდ 9 აპრილის მიტინგს. რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ ქუჩაში მეტი ხალხის გამოყვანა? ამის მიზეზს თუ ხედავთ სადმე? რომ სულ არის საუბარი და მოლოდინი იყო უფრო აბსოლუტურად მეტი ადამიანის გაგეთანხმებით, რომ აპრილის დღეებში 9 აპრილს იყო ძალიან მასშტაბური ჩემი აზრით საპროტესტო აქცია. ხო, მე მითხრა საუბრობ შემდეგ დღეებზე უკვე. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა, იმიტომ რომ გრძელდება ეს საპროტესტო აქციები უკვე მე რამდენი კვირაა და საზოგადოების წარმომადგენლები ძალიან ერთგულად დადიან ამ აქციებზე.
გარკვეულწილად ზოგიერთი საპროტესტო აქციის მონაწილე არ არის აუცილებელი ყოველდღე მოდიოდეს მიტინგზე, მაგრამ ეს განწყობები არ შეცვლილა. პოლიტიკური კრიზისი, რაც არ უნდა აღნიშნოთ, რომ საპროტესტო აქციების მონაწილეების რაოდენობა კლებულობს, კრიზისი არ გვარდება. ის პრობლემები, რომელიც იყო ამ ქვეყანაში, რჩება, სანამ არ შედგება რეალურად კრიზისიდან გამოყვანის ფორმებზე შეთანხმება ქვეყანაში. ჩვენ მიგვაჩნია პოლიტიკურ ოპოზიციას, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პოზიციიდან გამომდინარე ზადავართ შეხვედრისთვის. ანუ მაინც წინაპირობით მიდიხარ დიალოგზე თუ საკითხებს ეს არის უკვე დეკლარირებული ჩვენი მხრიდან, დეკლარირებული რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, მაგრამ მივდივართ წინაპირობების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ეს დიალოგი შედგეს, ეს საუბარი შედგეს, რათა დავანახოთ ჩვენ თვითონაც დაიწყოს ყოველ შემთხვევაში და საზოგადოებამაც დაინახოს რეალურად ვინ არის დაინტერესებული ამ შეხვედრაში და როგორ აპირებს ხელისუფლება თუნდაც პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას და რა პოზიციებზე შეიძლება ოპოზიციის მხრიდან იყოს საუბარი ხელისუფლებასთან. გასაგებია, ჩვენ წეგან საუბრობდით ამ ქუჩაში გამოყვანილ ადამიანების რაოდენობაზე, მაგრამ აქედან გამომდინარე მინდა გითხოთ, ერთ ინტერვიუში დავით გამყრალიძე ამბობდა, რომ აჯობებდა ერთი ლიდერის ირგვლივ გაერთიანებულიყო ოპოზიცია და თქვა საზოგადოებისთვის პირდაპირ შეგვეთავაზებინა სააკაშვილის ალტერნატივა. ასეთი მოსაზრებაც ისედაც ხშირად ისმის, უბრალოდ გამყრალიძის ციტატა მომყავს, იმიტომ რომ თქვენ ერთ ალიანსში ხართ და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ქუჩის აქციებით ცდილობს ხელისუფლების შეცვლასო. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას და რამან ვინ შეგიშალათ თუნდაც თქვენ გამختارიყავით ერთიანი ოპოზიციის ლიდერი, მაგრამ ამაზე თქვენ პოლიტიკაში მოსulis დღეებში სულ იყო საუბარი, რომ აი ირაკლი ალასანია გახდება ესეთი პოლიტიკური ამოცანა არც მდგარა. ჩვენ როდესაც შევთანხმდით ეს ოპოზიციური პარტიები და ძალები, რომ ერთიანი სტრატეგიით წავსულიყავით ამ საპროტესტო აქციებზე, ამოცანად არ მდგარა ერთიანი ლიდერის არჩევა. თუმცა ნაწილი სულ ამბობდა, რომ ერთიანი უნდა იყოს ოპოზიცია და უნდა ყავდეს ერთი. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ პოლიტიკურ ძალას გავს თავისი ლიდერი, მაგრამ ჩემი აზრით ჩვენი სიძლიერე სწორედ მაგაშია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციების მქონე პარტიებიც თანხმდებით ერთ ძირითად ამოცანაში. ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციების გამართვა, რათა მივახციოთ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას. აქ უკვე დღევანდელ ვითარებაში ჩდება ახალი ჩემი მხრიდან ახალი შესაძლებლობა და ინსტრუმენტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, ეს არის მოლაპარაკების მაგიდაზე გადავიტანოთ ის საკითხები, რომლის განხილვაც ჩვენ წამოვიწყეთ საპროტესტო აქციების დაწყებისას. ანუ ჩვენ თავაზობთ საზოგადოებას და თავაზობთ ხელისუფლებას საპასუხოდ იმისა, რომ უნდა შედგეს ეს შეხვედრა, დავიწყოთ ახალი ფრონტი და ყველა ეს იქნება ქუჩაში და ყველა ფრონტზე ეს იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი პოზიციის დაცვა დავიწყოთ. გასაგებია და არ შემიძლია არ გითხოთ, გავრცელდა ინფორმაცია, მეტყვი ჩვენ დრო იწურება, რომ მაისში შესაძლოა ამას ზურაბაშიც ამბობდა, თუ არ ვცდებ ერთ-ერთ ინტერვიუში ადასტურებდა, რომ შესაძლოა თქვენ შექმნათ თქვენი პარტია, ანუ ქმნით თუ არა ახალ პარტიას მომავალში. ეს დღის წესრიგში დგას. ეს ხოლო თქვენი გუნდის თუ პარტნიორებთან. მაგრამ ჩვენ ვაპირებდით პოლიტიკური სრულდამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას, მაგრამ ამას დრო ჭირდება. ეს არ ნიშნავს, რომ გარკვეული შეუთანხმებლობა არის ჩვენ პოლიტიკურ პარტნიორებთან. ამაზე შეთანხმებული თავიდანაც ვიყავით, ამას დრო ჭირდება და უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. გასაგებია და ბოლო კითხვა, თავარი პრეტენზია ოპოზიციის მიმართ არსებობს არის ის, რომ თქვენ ვერ დაანახეთ, თქვა საზოგადოებას რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გადადგებოდა. ხომ არ თვლით, რომ საზოგადოებისთვის თქვა უფრო ნათელი განმარტებები უნდა გაკეთებულიყო შემდეგ პერიოდზე? იცით რა, ჯერ ეს ერთი ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია ძალიან ნათლად, რომ ის პრიორიტეტები, რომელსაც ვსახავთ ამ პოლიტიკური ბრძოლის პერიოდში, თავისუფალი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე ის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, რომელსაც ჰქონდა ლაპარაკი, ბიზნესის თავისუფლება, ეს ყველაფერი ჩვენ გადავიტანეთ საპროგრამო დოკუმენტებში. ნაწილობრივ ეს დასრულებულია, ნაწილობრივ დასრულდება უახლოეს პერიოდში ექსპერტებთან ერთად მუშაობის შედეგად. ამიტომ ეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, როდესაც გადავა პროცესები უკვე პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიის პირობებში. მანამდე მთავარი ამოცანა არის შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში და საზოგადოებას მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება.
გასაგებია და მე გამომრჩევთ ეს პარტიაზე კითხეთ, არ შემიძლია არ კითხოთ, უბრალოდ ჩაგეკითხებით, არსებობს ეს ინფორმაცია, რომ ლევან გაჩეჩილაძე შესაძლოა თქვენი პარტიის წევრი გახდეს, ანუ ამაზე არის მოლაპარაკებები და ეს უბრალოდ გავრცელებული ხმებია. ჩვენ ძალიან ახლო პარტნიორულ რეჟიმში ვართ ლევან გაჩეჩილაძესთან და როგორც პარტიაში შესაძლოა თორე ის შემოვიდეს როდესაც შეიქმნება ეს პარტია, ბუნებრივია იქნება უკვე საზოგადოების ცნობილი ვინ გაერთიანდება ამ პარტიაში. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია და მე ახლა მაქვს უკვე საშუალება პირდაპირ ეთერში გავესაუბრო ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერს კონსტანტინე გამსახურდიას. საღამოშიდობისა ბატონო კონსტანტინე, მოგესალმებით. დიდი მადლობა ჩემს გადაცემაში მონაწილეობისათვის და მოდით პირველ რიგში ჩვენ აქ ბევრი ვისაუბრეთ ბატონ ირაკლისთან დიალოგზე და პირველ კითხვას მაინც ამაზე დაგისვამთ, რომ დღეს არსებობს თითქოს ორი პოზიცია, ნაწილი თან ხვდება დიალოგს ოპოზიციაში, ნაწილი არა, მაგრამ თქვენ რა პოზიციაზე დგახართ, ასე ვთქვათ, თან ხვდებით თუ არა წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყებას პრეზიდენტთან? საღამო მშვიდობისა ქალბატონო ნინო, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. მე ვთვლი, რომ საკითხი თქვათ კორექტულად არ არის და სწორად დასმული. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყოველთვისაც ვიყავით დიალოგის რეჟიმში, ჩვენ არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ შეგვეთავაზებინა ხელისუფლებისათვის რაღაცეები, მაგრამ საქმე ამაში არ არის, რომ ჩვენ თითქოს გარკვეული ხანი ვიყავით აქციის რეჟიმში, ხოლო შემდეგ კი გაგვიჭირდა და ახლა გადავედით, ასე ვთქვათ, დიალოგზე, ან დაუშვათ ხელისუფლება. არა, ესე მე არ გამისვას ბატონო კონსტანტინე, საკითხი უბრალოდ ვთქვი, რომ ნაწილი უკვე დათანხმდა დიალოგს, ნაწილი კიდევ თავს იკავებს, ამიტომ მაინტერესებდა თქვენ რა პოზიცია გქონდათ. მესმის, დიახ, თქვენ როგორც მეკითხებით ამას, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ თავისთავად დიალოგი გულისხმობს ორ მხარეს. აქ რასაკვირველია, ორი მხარე არ არის. აქ ჩვენ რასაკვირველია გარკვეული კოორდინაციის რეჟიმში ვიმყოფებით, მაგრამ ბუნებრივია შესაძლოა ჩვენი მოსაზრებებიც გქონდეს აქ და ჩვენ მოსაზრებებზეც ვიდგეთ. ძირითადი ახლა დღეს არის არა იმდენად დაუშვათ დიალოგი, ეს ჩემი პოზიცია არის და ჩემი მეგობრების პოზიცია არის, არამედ ძირითადი არის ჩვენი ბრძოლის გაგრძელება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ჩვენს მომხრეს მოუწოდო და უთხრა ერთი რამ, ძვირფასო მეგობრებო, დებო და ძმებო, ვიდრე ამ ქვეყანაში პოლიტიკურ ასპარეზზე ვიმყოფებით ჩვენ, ვიმყოფები მე, ვიმყოფებით ჩემი პარტნიორები ალიანსიდან, ამ ქვეყანაში უსამართლობა და ძალადობა ვერ იზეიმებს. ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზნებს, რომლებიც ჩვენ დავისახეთ. ახლა, როდესაც საუბარი არის დიალოგზე, ქალბატონო ნინო, ყოველთვის რაღაც ამას საზოგადოებაში ჰქონდა გარკვეული ნეგატიური ელფერი, იმიტომ რომ დიალოგში და მოლაპარაკებაში, შეხვედრაში ხშირად ადამიანები გულისხმობდნენ გარიგებას, ხალხის ზურგს უკან. აი სწორედ ეს არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. ეს არ უნდა მოხდეს ხალხის ზურგს უკან. მე მესაჭიროება ამისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ვიხილოთ თქვენი ალიანსის ლიდერებიც ამ წარუმატებლად. ჯერჯერობით ამ სიტუაციაში მე ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აი მე წეღანაც მოგახსენეთ, დიალოგის რეჟიმი ჩვენთვის ყოველთვის იყო მისაღები. აი ახლაც ამ წუთში, როდესაც მე ვსაუბრობ, ესეც გარკვეული დიალოგია რა. აი მაგალითად დღეს 20 დღის შემდეგ თქვენ წარმოიდგინეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველად წამოაყენეს რაღაც მოთხოვნები კი არა, უკაცრავად შემოთავაზებები, დიახ, გარკვეული შემოთავაზებები, იქ იყო ლაპარაკი ინსტიტუციონალურ ცვლილებებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, სხვათა შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მე ეჭვიც გამიჩნდა. ისინი მესამე ვადასაც ხომ არ გულისხმობენ პრეზიდენტის, ხომ არ უნდათ სააკაშვილი 2013 კი არა 2018 წლამდეც დატოვონ და კიდევ მერის არჩევნებზეც იყო იქ ლაპარაკი. იცით ეს ალბათ უმჯობესია ვიდრე არაფერი. ანუ სრულ სტაგნაციას და სრულ უძრაობასაც ესჯობდა. ამას აი ამ სიტუაციას, როდესაც ქალაქში უკვე 20 დღის განმავლობაში 20-ზე მეტი დღეა, მიმდინარეობს აქციები, მიმდინარეობს მღელვარება, არის უამრავი ადამიანი გამოსული ქუჩაში და მხოლოდ 20 დღის შემდეგ ისინი რაღაც გარკვეულ საკითხებს აჟღერებენ, ანუ ახმიანებენ. ამას უკვე სკანდალურიც აღარ ქვია სიტუაცია. ეს არის ამაზრზენი, ქალბატონო ნინო. კარგით, ბატონო კონსტანტინე, აი ამ ფონზე თქვენ თვითონ თქვით, რომ 20 დღეზე მეტი აქციები მიმდინარეობს, დღეს პრესაში გაჩნდა თქვენი ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის ცელი ინტერვიუ, ასევე თქვენი განცხადებები პირადად გაკეთებული, სადაც თქვენ ამბობთ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა და ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ხედავდა, თან აცხადებთ, რომ თქვენი ალიანსის ჩართულობა ამ პროცესების დაგეგმარებაში უმნიშვნელოა. რას ნიშნავს მსგავსი შინაარსის განცხადებები, თუნდაც იმაზე, რომ ჩიხში შევიდა ვითარება და თან სულ არის საუბარი აქციის არ გვითქვამს, სლად, იცით როგორ არის
ორგანიზატორებს მე პრესაში ამოვიკითხე ბატონო კონსტანტინე, თუმცა სულ არის საუბარი რომ აი გამარჯვება ახლოს არის, ეს არის ბოლო ტალღა იგივე ოპოზიციის მხრიდან. იცით რა შეასაქმე ჩიხზე იმდენად ლაპარაკი არ არის როგორც უფრო მიდგომებზე არის საუბარი ანუ ჩვენ შესაძლოა ვიმეორებ კონდეს ჩვენი მიდგომა ანუ როდესაც ჩვენ გსურს რომ მივაღწიოთ გარკვეულ შედეგს კიდევაც უნდა ვიყოთ თანმიმდევრულნი და მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება რომ ჩვენი მეგობრები და ჩვენი კოალიციის ესე ვთქვათ წევრები აუცილებლად თანმიმდევრულები ვიყავით თუ ჩვენ დავაყენეთ ერთი მოთხოვნა თუ ჩვენ გამოვიყვანეთ ხალხი ქუჩაში ჩვენ კიდევაც ბოლომდე მივიყვანთ ამ პროცესს და რაც შეეხება დიალოგს დიალოგი დიალოგისთვის არ უნდა ხდებოდეს და ასევე დიალოგი ვიმეორებ არ უნდა ხდებოდეს საზოგადოების და ხალხის ზურგს უკან ეს უნდა იყოს კატეგორიულად გამორიცხული აი ამას ჩვენ ნამდვილად არ გულისხმობთ ანუ როდესაც ლაპარაკი არის გარკვეულ სირთულეებზე ეს გასაგებია ვინაიდან ამ პროცესებს თავისი სპეციფიკა გააჩნიათ ხშირად ხდება დაუშვათ ისეთი ნაბიჯებიც იდგმება რომელმაც შეიძლება მუხტი დაწიოს აქციებისა ეს რასაკვირველია იწვევს ესე ვთქვათ ჩემს სიმწუხარებას მე ვთვლი რომ ეს არ არის კარგი და შესაძლოა იყოს ესეთი შეფასებაც რომ დაუშვათ ჩვენ შეიძლება ჩიხისკენ მივდიოდეთ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ვიპოვით ჩვენში იმ ძალას რომ ამ ჩიხში არ შევიდეთ ახლა ბუნებრივია იცით რა შეასაქმე აი მე მინდა აგიხსნათ როდესაც ჩვენ ვითხოვთ სააკაშვილის გადადგომას არა და მე სხვათა შორის თავიდანვე ვამბობდი ეს იყო 9 აპრილამდე რომ ჩვენ არ გვინდა რაღაცა ბიბლიური არმაგედონის მსგავსი ბრძოლა და ნუ ვიტყვით იმას რომ 9-ში თქვათ ან 10-ში ან 11-ში ან 12-ში დავამთავრებთ პრეზიდენტ სააკაშვილს ეს ასე ნამდვილად არ მოხდება იმიტომ რომ ყოველგვარი დათქმების წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც ვარ ჩვენ უნდა გაგვეფრთხილებინა საზოგადოება რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ ძალიან ხანგრძლივი პროცესისთვის და ეს იქნება ალბათ საკმაოდ გაწელილი დროში. ბატონო კონსტანტინე, ამ ფონზე საინტერესოა თქვენ ამბობთ რომ ამისთვის უნდა შეამზადოთ საზოგადოება და ამავე დროს იგივე გია მაისაშვილი დღევანდელ ვერსიაში აცხადებდა რომ თქვენი კოალიცია არ არის ოპოზიციური ათეულის წევრი რომელიც ამ აქციებს მართავს. ანუ რას ნიშნავს ეს პირველად გავიგე მე პირადად თქვა ესეთი ტერმინი და თან როდესაც თქვენ იყავით 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბის წევრები. დიახ, ჩვენ შევედით ამ საორგანიზაციო შტაბის ესე ვთქვათ შემადგენლობაში, თუმცა თავიდანვე ჩვენ გქონდა სხვა პოზიცია, ანუ ეს იყო ეროვნული კრების ორგანიზება და სხვათა შორის ეს კიდევ იქნება აქტუალიზებული მომავალში. ჩვენ ვაპირებდით ასე ვთქვათ სხვა გზით წასვლას, თუმცა კანგარიში გაუწიეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს და ვართ დღემდე სოლიდარული იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოდიან იქ და ასე ვთქვათ აცხადებენ პროტესტს, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ამ პროტესტებში. მაგრამ ბუნებრივია ეს იმას არ ნიშნავს რომ შეიძლება ჩვენ გქონდეს ჩვენი ისე ვთქვათ ტაქტიკური მოსაზრებები ჩვენ ვიმეორებთ ვარ კოლეგიალურები ოპოზიციის მიმართ მაგრამ მთელს რიგ გადაწყვეტილებებს შესაძლოა ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ან არ მოგწონდეს თუმცა არის გადაწყვეტილებები რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით მაინც რომელ გადაწყვეტილებებს არა ამ წუთში მე მგონი ამაზე არ ღირს საუბარი მაგრამ შესაძლოა იყოს ასეთი გადაწყვეტილებებიც ანუ აქ არის წმინდა ტაქტიკური ესე ვთქვათ შესაძლოა დიფერენცები განსხვავებები მაგრამ რაც შეეხება ათეულს ეს ათეული შეიქმნა გადაწყვეტილების მიმღებ ათეულად ჩამოყალიბდა ეს 10 ლიდერი უცხომა 10 პარტია წარმომადგენელი და ასე ვთქვათ ჩვენ ამ ათეულში არ შევდივართ ჩვენ ასე ვთქვათ რჩებით აქციასთან ჩვენ რჩებით სოლიდარულები მაგრამ დიახ ეს იყო ჩვენი სურვილი და ჩვენ ვაპირებთ აი ამ გზით სვლას თუმცა ვიმეორებ ჩვენ ვაპირებთ აქციაზე ყოფნას და ალბათ ჩვენ ვიქნებით უკანასკნელები რომლებიც დატოვებენ ამ აქციას აქვე მე მინდა ვისარგებლოს შემთხვევით რამდენადაც მე ვიმყოფები ამჟამად ღია ეთერში და სოლიდარობა გამოუცხადო ბატონ შალვა ნათელაშვილს რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და რომელზეც იყო ამას წინათ თავდასხმის მცდელობა გასაგებია. ბატონო კონსტანტინე, თქვენ თავად საუბრობთ, რომ თქვა ადამიანების რიცხვმა შედარებით იკლო, იმ ფონზე, როდესაც მესამე კვირა გადის აქციების დაწყებიდან და ხელშესახების შედეგი, ასე ვთქვათ, ჯერჯერობით არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით, ვთქვათ, რაღაც დიალოგის ზღვარზე ყოფნას. ხომ არ ფიქრობთ, რომ ოპოზიცია მოქმედების, ვთქვათ, არასწორი ტაქტიკა აირჩია, ან ეხლა არის საუბარი, რომ შესაძლოა უფრო რადიკალური გახდეს მოქმედებები და უფრო რადიკალური გზა იყოს საჭირო, ანუ როგორ აფასებთ, ვთქვათ, ოპოზიციის ტაქტიკას რის მიხედვითაც მოქმედებს თქვათ დღემდე
მე მიმაჩნია რომ ტაქტიკა ნორმალურია, აქციები გაგრძელდება, ადამიანები კვლავაც მოდიან აქციაზე. იცით როგორ არის? შეიძლება თვითონ მიტინგზე არ მოდიოდეს იმდენი ადამიანი, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში იქ არის ადამიანების ასე ვთქვათ მისვლა-მოსვლა და მთელი დღის განმავლობაში საკმაო რაოდენობა არის ადამიანებისა, იქ ხდება ახსნა განმარტება, იქ ხდება მათთან გასაუბრება, იგივე ლიდერებისა, იგივე მეც ძალიან ხშირად ვესაუბრები ხოლმე ადამიანებს აქციაზე და ვფიქრობ, რომ ეს აქციები ჩიხში ასე ადვილად არ შევა. ანუ მე უბრალოდ მინდოდა რომ მიმეთითებინა გარკვეული საფრთხისკენ, რომ შესაძლოა ეს წავიდეს ჩიხისკენ, მაგრამ მე მაინც ვიტოვებ იმედს იმისას, რომ ჩვენ საზოგადოებას ეყოფა იმის გამძლეობა, ეყოფა იმის ძალა, რომ ჩვენ მივახციოთ მთავარ მიზანს და უმთავრესი მიზანი ამ ქვეყანაში არის ის, რომ საბოლოოდ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა აი ამ კრიზისისგან, გადავარჩინოთ ქვეყანა ამ რეჟიმისგან, შორის რომელიც არის ძირითადი განმაპირობებელი ამ კრიზისისა. ბატონო კონსტანტინე, თქვენ როგორც უკვე თავადაც თქვით, ცნობილი იყო, თქვენ იდეა იყო ეროვნული კრების მოწვევა, რომელიც დროებით შეაჩერეთ, მე ამ იდეის განხორციელება. მაგრამ ამ ფონზე მინდა კითხოთ, თქვათ რომ ხელისუფლებამ დღეს კოალიციური მთავრობის იდეა შემოგთავაზოთ, მიიღებთ, თქვათ მონაწილეობას ასეთი მთავრობის ფორმირებაში თუ მხოლოდ თქვათ ცალკეულ ხელისუფლებიანობა და ჭრილოვანი კაბინეტია თქვენთვის მიზახები, რაც თქვენი გეგმა იყო. დიახ, იყო ეს ჩვენი გეგმა, ნამდვილად იყო, თუმცა ამ წუთში თუ ხელისუფლება ასეთ იდეას წამოაყენებს, ამ წუთში ნამდვილად ვერ გეტყვით თუ როგორ უპასუხებთ ჩვენ ამგვარ იდეას, გააჩნია მდგომარეობას, გააჩნია შექმნილ სიტუაციას და გააჩნია იმ კონტექსტს, როგორ კონტექსტში წამოაყენებს იგი ამ იდეას. ყველა ნებისმიერ შემთხვევაში მდგომარეობა, ანუ ორივე მხარის მდგომარეობა ეს თანაბარი უნდა იყოს და მე ვთვლი რომ ჩვენ თანაბარ მდგომარეობაში ამჟამად არ ვიმყოფებით. ვინაიდან ხელისუფლებას გააჩნია უამრავი ბერკეტი, რომლითაც მას შეუძლია, ასე ვთქვათ, სიტუაციაზე მოახდინოს ზემოქმედება. გასაგებია და ბოლო კითხვა, როგორ ფიქრობთ, თქვათ ვერ შედგა დიალოგი, გაგრძელდა ასე აქციები, ანუ როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, თქვენი მომავალი სამხედრო გეგმა და თქვათ გამოსავალი. რაღაც ფორმით ახლაც ხდება მეთქი. ჩვენ გამოვდივართ მასმედიის. მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ბეჭდვითი მასმედია, მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ელექტრონული მასმედია, სადაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავხსნათ ერთგვარი სადისკუსიო ფორუმი. აი ეს სადისკუსიო ფორუმი სწორედ არის გამოსავალი, სადაც ყველა მხარე იტყვის თავის გამოსავალს, ანუ თავის მოდელს, ისინიც ალბათ გვიპასუხებენ და შესაბამისად ალბათ გამოსავალიც გამოჩნდება. მაგრამ ვიმეორებ, ყველა შემთხვევაში, აი იმ დროს, როდესაც ქვეყანა იმყოფება ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად გამოსავალი არის დაწყება იმ სისტემის დემონტაჟისა, იმ სისტემის ალაგება, რომელიც საქართველოში არის დღემდე დამკვიდრებული. და ეს იმიტომ ჩემთვის ეს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს დაკავშირებულია ჩვენს ძირებთან, ჩვენი ძირები არ არის ამ სისტემასთან. მე ვგულისხმობ იგივე ჩემს თავს გულისხმობ, იგივე ბატონ გიამაისაშვილს გულისხმობ. ჩვენ ვართ დაკავშირებული სულ სხვა სისტემასთან, რომელიც იქნა განადგურებული 1992 წლის 6 იანვარს და ამდენად ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა არც შევარდნაძის რეჟიმში, პრაქტიკულად არც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმში. ამდენად ჩვენ გასაგებია თქვენს პოლიტიკურ წარსულს გულისხმობთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კონსტანტინე, მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუდიის მეორე სტუმარი, გადაცემის მეორე სტუმარი იყო ალიანსი თავისუფლებისთვის ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია. ახლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ კი უკვე მოვისმენთ თუ რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას და ამ პოზიციას ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაიცავს ამ სტუდიაში. ქუჩა თუ დიალოგი, რა გზას ირჩევს ოპოზიცია ბრძოლის გასაგრძელებლად? ალიანსი თავისუფლებისთვის ერთ-ერთი ლიდერი დღეს საკუთარი პოზიციით. რა დათმობებს ელოდება კონსტანტინე გამსახურდია მართველი გუნდისგან? სრულიად გაურკვეველია რა მოთხოვნებზე იქნება საუბარი, რაზე არიან ისინი მზად, რის დათმობა სურთ მათ. ჩვენ დასათმობი რა გვაქვს, ჩვენ ქუჩის ოპოზიცია ვართ ბოლოს და ბოლოს. ქუჩის აქციებით საქმე არ გვარდება, ქუჩის აქციები არ არის გზა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში. როგორ აპირებს პრობლემების მოგვარებას ხელისუფლება და აქვს თუ არა უკვე მზად იმ საკითხების ნუსხა, რომელსაც მრგვალი მაგიდის ირგვლივ განიხილავს? ვიხსენე დრო და ადგილი და მივალ სადაც უნდა რა გავაკეთო და რაც შეეხება მოთხოვნას, იმ მოთხოვნას არ ავცვლი. ჩვენ ვალდებულები ვართ ერთმანეთის მოვისმინოთ, ერთმანეთის მიმართ
ვიყოთ შესაძლებლად მაქსიმალურად დამთმობები. რა გზას ხედავს ვითარების განსამუხტად მართველი გუნდი ხელისუფლების პოზიციას დღეს პოზიციაში ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაიცავს. მაშასე რეკლამის შემდეგ ჩვენ გვაპირდაპირ ეთერში ვართ ახლა შევეცდებით გავარკვიოთ რა გზას ხედავს ვითარების განსამუხტად მართველი გუნდი ხელისუფლების პოზიციას დღეს პოზიციაში ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე დაიცავს. საღამოშტობის საბატონო გიორგი, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და მოდით საუბარი დავიწყოთ პირველ რიგში. გქონდათ ალბათ საშუალება მოგესმინათ ჩვენი პირველი სტუმრისთვის გულისხმობ ირაკლი ალასანიას, რომელმაც დღეს უკვე ასე ვთქვათ პირველად გააჟღერა რომ მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყოს დიალოგი ხელისუფლებასთან ოპოზიციამ. თუმცა ითქვა რომ მხოლოდ პრეზიდენტთან და ვთქვათ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთან არა. რა იქნება თქვენი პასუხი, ანუ იღებს მსგავს შეთავაზებას უკვე ოპოზიციისგან ხელისუფლება? პირველ ყოვლისა მივესალმები ასეთ ნაბიჯს, რომ არის გარკვეული პროგრესი, ისე როგორც დღეს დავით ბაქრაძემაც აღნიშნა, დიალოგი სიტყვა ეს ლექსიკაში გაჩნდა, მაგრამ ბუნებრივია, უნდა წავიდეთ უფრო წინ, დიალოგი არავის არ ჭირდება. როგორც ჩვენ ხალხს არ ჭირდება დიალოგისთვის, ჩვენ ჭირდება დიალოგი, საუბარი, ერთმანეთის მოსმენა და გაგება იმისთვის, რომ რაღაცა პრობლემები მოუგვაროთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, რომელიც უხვად გვაქვს, არა მარტო ეკონომიკური, არამედ პირველ ყოვლისა მე მაინც ვიტყოდი მთავარს, რაც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორია და ფაქტიურად დაუგზავებელი მდგომარეობა რუსეთთან ომის შემდგომ და რუსეთთან ეს ურთიერთობები, რომელიც არის და რომელიც მწვავდება და რომლის იგნორირება არის შეუძლებელი და სხვადასხვა ძალიან საკვირველია, რომ მთელი ამ პოლიტიკური პროცესების დროს ამაზე საკმაოდ იშვიათად ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, მათ შორის მიტინგზეც, იგივე საქართველოს დეოკუპაციის თემა არ გაჟღერებულა და არც ჩვენი დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს, ან ოპოზიციის დამოკიდებულება როგორ უნდა იყოს რუსეთთან, როგორ უნდა იყოს ჩვენი მიმართება დეოკუპაციის თემასთან და ასე შემდეგ. ჩვენ მივესალმებით ყველანაირ რეალურ ნაბიჯს გადადგმულს რეალური დიალოგისაკენ და კარგია რომ ლაპარაკი არის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შედგეს ეს დიალოგი. მე დავუმატებდი რომ ყოველგვარი დღისეცრიგის გარეშეც შეიძლება შედგეს და ყოველგვარი წინასწარ კამერებთან რაღაცა განცხადებების გარეშე, რომ ამან ხელი არ შეუშალოს დიალოგს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გვესმოდეს თუ ჩვენ გვინდა დიალოგი საქმის გასაკეთებლად, ეს ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემას, ეს ნიშნავს იმას რომ ვეგუებით ერთმანეთის არსებობას. იმიტომ რომ თუ მე მოვდივარ თქვენთან სასაუბროდ და პირველი რასაც გეუბნებით რომ შენ უნდა აღარ იყო. ანუ გულისხმობთ იმ ერთ მოთხოვნას, რაზეც ოპოზიცია ამბობს, რომ მხოლოდ ამის გასაგებია. შენ წადი და მე მოვალ და ეს არის ჩემი პოზიცია და მე შენთან ურთიერთობას პოლიტიკურს არ ვაპირებ და მე შენ არ გაღიარებ, იქ პრაქტიკულად იმთავითვე გვინდა არ გვინდა მთავრდება დიალოგი. და თან აბსოლუტურად გაუგებარია ასეთი მიდგომა, რომ აი მოთხოვნას რომ შენ გადადგე მე გავაგზელებ და ქალაქი იქნება სანახევროდ პარალიზებული, მაგრამ ამავდროულად მე მინდა რომ დაგელაპარაკო. ეს აი ამ სურვილში უნდა იყოს ეს გულწრფელი დამოკიდებულება. შესაძლოა ამაზე მე მინდა გკითხოთ, მაგრამ ერთი დავამატებ უბრალოდ ჩაგეკითხებით, რომ დიახ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ამბობს, რომ თქვა ერთი საკითხზე აპირებს მხოლოდ საუბრის დაწყებას ხელისუფლებასთან. თუმცა დღეს ირაკლი ალასანიამ გააკეთა ესეთი განცხადებაც, რომ მისი გუნდი ამზადებს კონკრეტულ საკითხებს, რომელიც შესაძლოა ამ დიალოგის მაგიდასთან წარმოადგინოს. ხელისუფლებას თუ გაქვთ მზად რა საკითხებზე აპირებთ და მზად ხართ ელაპარაკოთ ოპოზიციას? უფრო კონკრეტულად, იმიტომ იგივე ვთქვათ ოპოზიცია ამბობს ხომ, რომ უფრო კონკრეტულ საკითხებს ელოდება თქვენგან. არაერთხელ გაგვიცხადებია ამის თაობაზე და კიდევ გავიმეორებ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც აქ ბატონმა ირაკლიმაც ისაუბრა, რომ პიროვნებებს კი არ უნდა ვებრძოლოთ და პიროვნებას კი არ უნდა ვებრძოლოთ. არც ერთ შემთხვევაში, არც ხელისუფლების მხრიდან, არც ოპოზიციის მხრიდან, არამედ ვილაპარაკოთ როგორი სისტემა ჯობია რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს ვფიქრობთ რომ მომწიფდა ის დრო, როდესაც შესაძლებელია კონსტიტუციური ცვლილებები განხორციელდეს და ამაზე მეტად კონკრეტულად რა უნდა ითქვას, ამასთან დაკავშირებით ძნელია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა დავსხდეთ და ერთად მოვილაპარაკოთ. როგორი კონსტიტუციური სისტემა. მაგალითად გაჟღერდა ჩვენი მხრიდანაც რომ თქვათ ვიფიქროთ ეგრეთ წოდებულ ფრანგულ მოდელზე. შეიძლება იყოს უფრო მეტი, უფრო ნაკლები, თქვათ ანიქით ან აქეთ მიმართ. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს დიალოგის დროს. იგივე საარჩევნო კოდექსი. თუ ჩვენ
სამხრივად მარტო დავწერთ ამ საარჩევნო კოდექსს, აი მარტო უმრავლესობა. ანუ მართველი გუნდი გულისხმობს. მარტო უმრავლესობა დაწერს. რაც არ უნდა იდეალური იყოს ეს საარჩევნო კოდექსი. თუ მას მეორე მხარემ, ოპოზიციამ, თქვა რადიკალურმა ოპოზიციამ და საპარლამენტო თუ სხვა შედარებით ზომიერმა ოპოზიციამ არ გამოუცხადა მას ნდობა, ეს პრობლემას არ მოხსნის, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში თუ კი ამ შემდგომ არჩევნებს ჩავატარებთ ამ საარჩევნო იდეალური წვალებში კანონის შესაბამისად, მაინც იქნებიან ადამიანები რომლებიც იტყვიან რომ ეს რა კანონია, ეს ჩვენ არ მოგწონს, აი ასეთი რომ ყოფილიყო, მაშინ კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ ეხლაც ნორმალური კანონია, არავინ არ ამბობს რომ ცუდი კანონია, მაგრამ ლაპარაკობენ რომ აი ეს არის მორგებული ხელისუფლების ინტერესებზე. და თუმცა სხვათა შორის ჩვენ ამის თაობაზე თავის დროზე შევთანხმდით, რომ როგორი უნდა ყოფილიყო კანონი და შემდეგ ოპოზიციამ გაგახსენებთ ისევ ოპოზიციამ თქვა უარი შემოსულიყო პარლამენტში და ამისთვის იმ ცვლილებისთვის კენჭი ეყარა. შემდგომი საკითხები არის იგივე სასამართლო სისტემის რეფორმა. მე მგონი ესეც ძალიან კონკრეტულია. ასევე პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით, აი რა შეიძლება უფრო მეტი გაკეთდეს, აი რა გავაკეთოთ მეტი იმისათვის, რომ აი ეს თემა დაიხუროს, ამაზეც მზათავართ ვისაუბროთ. ესეც მე მგონი ძალიან საჭირო და კონკრეტული საკითხია. ამავდროულად არის ეკონომიკური პრობლემები, კიდევ ერთხელ რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ძალიან ძლავრად და ნუ შევხედავთ ესე, რომ საზოგადოების ასე ვთქვათ, აბსოლუტურ უმრავლესობას აღელვებს მხოლოდ ის საკითხი, რომელიც დგას მიტინგზე. საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აღელვებს მრავალი სხვა პრობლემა, მათ შორის ეკონომიკური საკითხები. სწორედ ამაზე მივეკითხოთ, რატომ ვთქვათ, აქამდე ხელისუფლებამ არ მიიღო რაიმე ზომები, ვთქვათ, იგივე ამ ცვლილებების რეფორმების შესატარებლად, ანუ ამაზე რატომ პირადად ხელისუფლებამ, თქვა, ყოველგვარი ოპოზიციის გარეშე არ დაიწყო, რამაც სულ საუბრობს ოპოზიცია. ეს აბსოლუტურად არასამართლიანი ნათქვამი, იმიტომ რაც შეეხება ეკონომიკურ რეფორმებს. ჩვენ რომ ამ რეფორმებს ვაკეთებთ. არა, მე კონკრეტულ საკითხებზე ვამბობ, რაც ეხლა ჩამოთვალე. თქვათ სასამართლო რეფორმა, პრესის თავისუფლება. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, ჩვენ ერთ წელიწადზე მეტი ხნის წინ პრაქტიკულად შევთანხმდით ოპოზიციასთან, რომ შეგვეცვალა ეს კანონი, მაგრამ ოპოზიციამ თვითონ განაცხადა უარი შეთანხმებული კანონ პროექტის თაობაზე მოსულიყო და კენჭი ეყარა და ხმა მიეცა ამ კანონისთვის. ანუ ეს კონკრეტული მაგალითი მომყავს მე, როდესაც მოხდა შეთანხმება და ოპოზიციამ თქვა. სხვა თემები. სხვა თემა არის საკონსტიტუციო ცვლილება. საკონსტიტუციო ცვლილებაზე სასამართლო რეფორმა. დიახ. მივიდეთ რიგრიგობით. საკონსტიტუციო ცვლილებაზე ბუნებრივია ესე ერთი ხელის მოსმით საუბარი ძნელია. რახან არის აი ეს საკითხი მომწიფებული, ჩვენ ვთვლით რომ საზოგადოებაში დაძაბულობის შენარჩუნება არ არის ვთქვათ, მიზანშეწონილი არანაირად, რახან არის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა, რომელიც თulis რომ დაბალანსება უფრო მეტად არის საჭირო ხელისუფლების, ჩვენს თulit რომ ძირითადი, ასე ვთქვათ, რადიკალური რეფორმებისა, რომელიც გასატარებელი იყო ყველაზე მტკივნეული, ასე ვთქვათ, ნაწილი შეიძლება ერთის მხრივ არის მოთავებული, როდესაც ძალიან სერიოზული ხელისუფლების კონცენტრირება საჭირო, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში თulit რომ ეს შესაძლებელია, ოღონდ ეს უნდა იყოს ნაყოფი კონსტრუქციული ურთიერთპატივისცემით გამშვალული პოლიტიკური დიალოგისა და არა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რომ ცალკე მივიღოთ ეს ყველაფერი და ისევ ამას დაარქვათ სარკალში თამაში. იგივე რაც შეეხება სასამართლო რეფორმას. სასამართლო რეფორმა ეხლა მიმდინარეობს. მე მგონი, ვინც ადევნებს ამას თვალყურს, ხედავს რომ ჩვენ შემოგვაქვს ნაფიც შაძულთა ინსტიტუტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ ადამიანებს აღარ კონდეთ ეჭვი, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რამდენად ეს მოსამართლე იყო ზეგავლენის ქვეშ. იქ იქნება 12 ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, რომელიც სპეციალური წესით არის შერჩეული როგორც პროკურორის მიერ, ისე დამცველის მიერ შეჯერებით პოზიციის და ამიტომ ნდობა სასამართლოს მიმართ გაიზრდება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მიუხედავად გატარებული რეფორმებისა, საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ხალხმა ჩვენს ხალხს კონდეს ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ანუ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გარკვეული ნაბიჯები თავის დროზეც გვაქვს გადადგმული, ეხლა გვინდა რომ ეს ნაბიჯები გადავდგოთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან ერთად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ფასი აი ამ რეფორმებს ექნება უფრო მეტი, უფრო მნიშვნელოვანი მაშინ, როცა ამას გავაკეთებ ჩვენ ერთად და ჩვენ ამ შრომაში, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიწევთ ჩვენს ოპონენტებს და უფრო მეტიც მზათავართ, იცით თქვენ რომ პრეზიდენტმა მათ შესთავაზა თანამდებობებიც კი ხელისუფლებაში, იმიტომ კი არა რომ ვინმე ვიყიდოთ და რაღაცით გავაჩუმოთ, არამედ ჩვენთან ერთად ვაკეთოთ ის საქმე, რაც ჭირდება ქვეყანას. ერთის მხრივ ეს არის რეფორმები, მეორეს მხრივ უმნიშვნელოვანესი კიდევ ერთხელ ვამბობ, საკითხები, რომელიც არის ეკონომიკაში და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. მტერი ბუკვალურად პარზე კი არ არის მომდგარი.
სახში არის შემოსული და გვემუქრება რომ მზად არის რომ ჩვენ მოვხედოს და ეს ძალიან სერიოზული რამ არის რომ ესე იგი იგნორირება გავაკეთოთ ამისი და საერთოდ ამაზე არ ვილაპარაკოთ და თქვა ეს ფაქტორი ჩვენ არ გავითვალისწინოთ. გასაგებია, ბატონო გიორგი, თქვენ საუბრობდით ახლა რომ იგი ოპოზიციამ რომ მიიღოს მონაწილეობა უკეთესი იქნება, თქვა შესთავაზეთ თანამდებობების რაზეც უარი მიიღეთ, თუმცა ამის ფონზე ოპოზიცია სულ ამბობს რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ მათ არ გააჩნიათ, იმიტომ რომ იხსენებენ თქვა ნოემბრის დროს გამართულ დიალოგს, რაზეც სულ არის საუბარი რომ კონკრეტული შედეგები მაინც არ მოყვა ამ დიალოგს და ეს იყო დიალოგისთვის ოპოზიცია ამ პრეტენზიას გიყენებ და ასევე საუბარი რომ ერთის მხრივ ხელისუფლება და მმართველი გუნდი საუბრობს დიალოგზე და მეორეს მხრივ ხდება ისეთი ფაქტები, როგორც არის გულისხმობა ადამიანებზე ფიზიკურ ანგარიშწორებას, თქვა აქციის მონაწილეებზე ცემის ფაქტზე, რაზეც ოპოზიციის ბრალდებები პირდაპირ თქვენი მისამართით არის და არის საუბარი რომ ამას ხელისუფლებას ჩადის, თუმცა შემდეგ არის მოთხოვნა რომ მაშინ გამოძიებულ იყოს ეს ფაქტები. თქვა რატომ არ ხდება ამ ფაქტების გამოძიება და ამაზე რა პასუხს გასცემდით ოპოზიციას, ანუ რითი უნდა მოიპოვოთ ნდობა იმისათვის რომ ისინი თქვა მაგიდის ირგვლივ დასხდნენ. როდესაც მეორეს მხრივ ასეთი ფაქტები ხდება. ნოემბერთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლებამ ძალიან ბევრი დასკვნა გააკეთა და ვფიქრობ პოლიტიკაში იმაზე დიდი პასუხისმგებლობის აღება ვიდრე თანამდებობიდან წასვლა პრეზიდენტისა ჯერ არავის არ მოუგონია, ახლა თუ რაღაც კრიმინალზე არა გვაქვს საუბარი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ბუნებრივია ამაზე დიდი არ არსებობს და პრეზიდენტმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, დაიღო თავზე ეს პასუხისმგებლობა და იგი გადადგა თანამდებობიდან, რადგანაც მას მიიღო ქვეყნის და ხალხის ახალი მანდატი. მე რაც შეეხება დიალოგსთან დაკავშირებით მოგიყვანით უკვე კონკრეტული მაგალითი საუბრობდით, რომლის გამოძიებასაც ითხოვს ოპოზიცია. როდესაც სამწუხაროდ სწორედ შემოთავაზებული წინადადებები პრაქტიკულად იქნა იგნორირებული. არჩევნების შემდგომაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომაც იცით ეს თქვენ ცნობილი შეხვედრა სააკაშვილი, ბურჯანაძე, გაჩეჩილაძე, უსუფაშვილი, იქაც იყო ძალიან კონკრეტული შემოთავაზებები და აი ამ დიალოგის დროსაც პრაქტიკულად ვერაფრით ვერ დამთავრდა ოპოზიციის გამო და არა ხელისუფლების გამო, იმიტომ რომ ოპოზიციამ აირჩია კვლავ ის გზა, რომ ეგრეთ წოდებული ეძახებია ხელისუფლებისთვის, ხოლო რაც შეეხება ინციდენტებს, ეს ინციდენტები ნებისმიერ ინციდენტი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს, იქნება ეს ოპოზიციის მომხრე, იქნება ადამიანი თუ ხელისუფლების მომხრე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლების მომხრეებზეც არაერთი თავდასხმა მოხდა, არის კრიმინალი და გამოსაძიებელი. პოლიცია როგორც არის შესაძლებელი ამ ფაქტებს იძიებს, ზოგი გამოძიებულია, ზოგი გამოძიების სტადიაშია. ხშირად ამბობენ, გიყენებენ პრეტენზიებს ხელისუფლებაო, ძირითადად ჩაგეკითხებთ უბრალოდ კადრების გადაღებას და გავრცელებას უნდებაო, თქვათ, ძირითად ნაწილში, რაც ამ აქციებს ეხება და ამ კუთხით ისმებას უკითხვა, რატომ არ იქნება თქვათ გამოვლენილი არც ერთი პირი, რომელიც აი მსგავს მოქალაქეებს თავს დაესხა, ან თუნდაც იგივე ნარკოტიკები შეიტანა საკანში, რაზეც ხა ეს ბოლო დღეების ასე ვთქვათ, ერთ-ერთი აქტუალური თემა გახდა სასაუბრო. ეს ნარკოტიკები რო საკანში შეიტანეს და იმ ადამიანს მოიხმარა, ესეც ხელისუფლებას დაბრალდა ალბათ. ხო, იყო საუბარი რომ ეს შეგზავნილი ადამიანი იყო და თქვათ ნარკოტიკების შეთავაზებაც იჯება. ვინც კი აღმოჩნდება რომ რაღაცა ცუდს აკეთებს, ისე იმ წუთასვე ცხადდება ხელისუფლების შეგზავნება. სხვათაშორის ერთი რამეც გამოჩნდა თელი ამ ხნის განმავლობაში, საოცარი მიუღებლობა განსხვავებული აზრის ოპოზიციის მხრიდან. როგორც კი ადამიანი რაღაცას განსხვავებულ სიტყვის, ისიც უნდას მტერია, ისიც უნდას ლაკია, ისიც უნდას დაქირავებულია და ეს ადამიანები ამ დროს ჩვენ გვიკიჟინებენ რომ ჩვენ გვჭირდა ეს სენი და მე მინდა გითხრათ რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანწილად აჩვენა რომ ამგვარია ვთქვათ მიდგომისგან დიდი ხნის წინ უკვე უარი თქვა და ხელისუფლება ცდილობს რომ ყველას მოусმინოს პრეზიდენტის სიტყვებია ეს რომ ყველაზე რადიკალურს თუნდაც და ყველაზე პატარა ჯგუფსაც მოусმენთ და ჩვენთვის არ არის ასე ვთქვათ ადამიანი ვისაც ჩვენ პატივისცემით არ მოვეპყრობით ხოლო ამის საპირისპირო ხდება ოპოზიციის მიტინგებზე ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ როგორ აგინებდნენ უბრალო გამლელებს იმის გამო ელემენტარულად რომ გაბედეს და მანქანით მიუახლოვდნენ იმ პიკეტს რომელიც გაკეთებული რა თქმა უნდა ამაზეა საუბარი რომ ეს არის ყველაფერი მიუღებელი და ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ ამგვარ მიუღებელ ფაქტებზე გავაკეთოთ ადეკვატური რეაგირება ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს დაძაბულობა ქალაქში მოიხსნას არავინ არ არის დედამიწის ზურგზე წინააღმდეგი აზრის თავისუფალი გამოხატვისა მაგრამ როდესაც ხელოვნურად ხდება ქუჩის გადაკეთვა როდესაც იქ არავინ არ არის საჭირო ადამიანების სიმრავლის გამო იმ ქუჩის გადაკეთვა და უბრალოდ ხდება ჩახერგვა ეს არის არანორმალური ეს ყოველგვარ ზვარცილდება დემოკრატიის და სხვადასხვა ეს არ არის მარტო კანონი ოპოზიციას ამსუფლებას არ აძლევს ამისუფლებას ესე არ არის მაშინ გამოდის რომ მე და თქვენ შეგვიძლია ავიღოთ უბრალოდ ესეთი ჯაჭვი ან თოკი ერთი ერთ ბოლოში დავდგეთ მეორე ბოლოში და გადავკეთოთ ცენტრალური მაგისტრალი დასავლეთ საქართველოში მიმავალი თქვა მერიაში ამგვარი რამ არ არის
არის, როდესაც ხალხი იკრიბება, მათ შეუძლიათ დადგმენ თუ ისინი ვერ ეტევიან ქუჩაში, შეუძლიათ გადაკეთონ, მაგრამ ეს ხელოვნურად, თვითმიზნურად, კანონში პირდაპირ წერია თვითმიზნურად ქუჩის გადაკეთვა არ შეიძლება. თვითმიზნურად არ არის, როცა იქ კანონი ირღვევა და თქვენ ამას უკანონოს უწოდებთ, მაშინ ხელისუფლება რატომ არ რეაგირებს? მე ამ შემთხვევაში ახლა ხელისუფლების სახელით ლაპარაკობ, მე ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებსაც ესეთი დიდი დისკომფორტი შეექმნათ. ადამიანებთან ვერ მიდის სასწრაფო დახმარება, ჯვარი წერია ყველას რომ ეს ვინმეს დაჭირდეს იგივე სახანძრო და თქვათ იგივე პოლიცია ვერ გადაადგილდება და იმ რაიონში საკმაოდ სერიოზული კრიმინოგენული მდგომარეობაა პრობლემატური, მაგრამ მეორე ალტერნატივა ამას, აი რომ ჩვენ წესრიგი დავამყაროთ, აქვს ის რომ ჩვენ დავიწყოთ ძალის გამოყენება, რაც ჩემი აზრით ზოგიერთ შეიძლება ყველას არა ოპოზიციაში, აი სწორედ ამას ელოდებიან რომ ჩვენ ოღონდ ძალა გამოვიყენოთ. არა, მე თქო ეს არ მიგულისხმობ ძალის გამოყენება, თქვენ თქვით რომ ეს არის უკანონო და როდესაც ხელისუფლება წარმოადგენელი ჩვენ რაღაცის კანონიერებას ეს ქვეშ აყენებს? ამას ვამბობ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას გრძნობთ ჩვენი ხალხის წინაშე და ამიტომ ვუხდი ბოდიშს იმ ადამიანებს, რომ არ იფიქრონ, რომ ჩვენთვის ეს სულ ერთია. არა, მაგრამ ალტერნატივა არის ასეთი, ან უნდა როიტყვიან ვაცალოთ და გააკეთონ რაც უნდათ, ან უნდა დავიწყოთ ამის აღკვეთა, ნელ-ნელა აღკვეთა და იქ მოხდება რაღაცა შეტაკება, რომელიც მე თოვლის გუნდასავით აგორდება და იქნება რაღაცა იმ დაგვარი, რაც მოხდა 7 ნოემბერს. რაც ჩვენ არ გვინდა რომ განმეორდეს. გასაგებია, სწორედ ამაზე უნდა გკითხოთ ექსპერტების მოსაზრებებს ვკითხულობდი, სადაც თქვა ერთ განეწერა, რომ სწორედ ეს რომ ნოემბერში, ანუ ხელისუფლება ყოველთვის უკიდურეს ფორმებს მიმართავს მოქმედების, ანუ მოყვანილი იყო ნოემბრის მაგალითად, როდესაც თქვა რადიკალური გზა აირჩია და დაშალა ხელისუფლებამ აქცია და ამჟამად ექსპერტები ამას უწოდებენ როგორც რადიკალური იგნორირების პოლიტიკა, ესეთი მოსაზრებაც გაიქვა. ამას იმიტომ რომ აი გაგახსენებთ. არა, უბრალოდ მაინტერესებს თუ არც ოქროშუალი დიმტრიგივე თქვენ ბოდიშს ვხდით აქვე გაგახსენებთ როგორ იყო 7 ნოემბერს, რომელსაც 7 ნოემბერს იქ იყო უკვე პარლამენტის წინ იყო სულ რამოდენიმე ადამიანი შეკრებილი, უბრალოდ იქ დაიწყეს კარვების გაშლა და იქ ნამდვილად არ იყო იმდენი ხალხი, როგორც კი ჩვენ ამ კარვებს მივეკარეთ, იქ დაიწყო შეხლა-შემოხლა და აი ამ შეხლა-შემოხლის გამო რომ აი გვარბევენ და ასე შემდეგ და ხალხი შეწუხებული რომ აი რატომ არბევთ. ამიტომ იგივე არ გვინდა რომ განმეორდეს და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ის საფრთხე, რომელიც საფრთხეც არის რეალური, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ეს გამოიყენოთ ჩვენმა მტერმა, რომელიც 40 კილომეტრში დგას თბილისიდან. არც ერთი ფორმიანი არ ეკარება აქციებს, მხოლოდ პოლიციას არ გულისხმობ. დრამაზე სულ გამოიხება საყვედურები ხელისუფლების მისამართი. სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ნებისმიერი პოლიციელის იქ გამოჩენა შეიძლება იყოს გამოყენებული ვიღაცის მიერ გარკვეული პროვოკაციის მიზნით ამ პოლიციელზე ან შეურაცხყოფა, ან თავდასხმა, ან ნებისმიერი რამ ისეთი ქმედება, რაც მოითხოვს შემდგომ უკვე რეაგირებას პოლიციის მხრიდან, ერთ პოლიციელს თქვა რომ დაეხმაროს 5 პოლიციელი, შემდეგ იმ 5 პოლიციელს დაესხნენ თავს, შემდეგ დაეხმარება 30 და შემდეგ ეს აგორდება ეს გუნდას. ეს გვინდა რომ გამოვრიცხოთ. ამიტომ პოლიციელები არიან მაქსიმალურ დისტანციაზე ამ აქციებისგან, რომ არ მოხდეს რაღაცნაირი და მე სხვა ფორმიანი სამსახური ვიგულისხმობ, თქვა არა პოლიცია, როდესაც არის საუბარი, თქვა იგივე სასტრაფოზე და სუფთავებაზე, ამაზეც არის მე სხვა ფორმიანებიც ვიგულისხმობ, არა მხოლოდ პოლიციელები. სასტრაფომ როგორ გაიაროს, რა ქნან ეხლა ექიმებმა ის გალიები ათრიონ იქით-აქეთ და თან იკლიონ გზა და ისე იარონ და თან ავანტყოფს მოუარონ და სახანძრომ ესაკეთოს და თან ცეცხლი ჩააქროს, ეხლა ეს აბსურდია, ხო? ამაზეა ლაპარაკი, რომ ეგ არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ესეთი რამ თავში არავის არ მოუვა, რომ ხელოვნურად გადაკეთოს სხვადასხვა კონსტრუქციებით. ეხლა შეიძლება ვიღაცას მოუნდეს იქ კედლის აშენება, რაღაცა ასე ვთქვათ, თავისი ასე ვთქვათ, ფორმა კონდეს გამოხატვის. ეს არ არის ნორმალური. ადამიანებს უნდა თავისი აზრის გამოხატვა, ყველას აქვს ამის უფლება და ყოველთვის ექნება ამის უფლება. კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ მიიღო სერიოზული გაკვეთილი 7 ნოემბრიდან და ჩვენ ამის გამეორებას არ ვაპირებთ და მაქსიმალურად მოვერიდებით ყველაფერი იმას, რამაც შეიძლება აქამდე მიგვიყვანოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული ნაწილი ოპოზიციის მხოლოდ ამას ელოდება, რომ როგორმე შეხლა-შემოხლა მოხდეს. ამას ჩვენ არ დაუშვებთ. მრავალი მიზეზის გამო. ერთი რომ არ გვინდა 7 ნოემბერი და ეს ასე ვთქვათ ფურცელი გადაფურცლულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მეორე არ გვინდა რომ ასევე ეს იყოს გამოყენებული ჩვენი მტრის მიერ
რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენს სახლშია შემოსული და დედაქალაქს არის მომდგარი და ეს საფრთხე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბატონო გიო, თუმცა ამ პოლიტიკის გამო კიდევ ერთსაც ჩაგეკითხებით და ამ თემას ამოვწურავ, ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლების ტაქტიკა არის ესეთი, რომ დაიღლებიან და დაიშლებიან და სწორედ ამიტომ თქო უწევს იგნორირებას ამ აქციებს გულისხმობ ამ მიმართულებით იგნორირებას. აი საერთოდ ეს ტერმინი არ მესმის იგნორირება. როგორ უწევთ იგნორირებას, როცა თითქმის ყოველ დღე ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლები პრეზიდენტის ჩათვლით ამ თემებზე ვსაუბრობთ. ნაცვლად იმისა, კიდევ ერთხელ ნინო, ვისაუბროთ უფრო მეტი, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვინდა და ეს ჩვენ ხალხს ჭირდება, უფრო მეტი ეკონომიკაზე, უფრო მეტი ბიზნესის განვითარებაზე, უფრო მეტი როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები, უფრო მეტი ვისაუბროთ რა უჭირს ყოველ კონკრეტულ ადამიანს ამა თუ იმ რაიონში, თბილისში, თუ საჩხერეში, თუ თელავში, თუ მარნეულში, თუ ბორჯომში. ადამიანები ცხოვრობენ ყველგან და ყველას მარტო ეს თემა არ აწუხებს. უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ადამიანებს ჭირდებათ, რომ ხელისუფლება მოუგვაროს და აი ამ აქციებით ცდილობენ აი ამ პრობლემების მოგვარებაში შეგვიშალონ ხელი. თორე ხელისუფლება ამით არ ჩამოიშლება, არც შეეშლება, არც გაიქცევა არსად. გიორგი, არავის არ აქვს, მათთვის ამ პროტესტის გამოხატვის აკრძალვის უფლება არავის არ აქვს და არავინ არ უბრძალავს. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცივილიზებული ფორმით, კანონის დარღვევით ეს არ უნდა მოხდეს. მოქალაქეების უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა მოხდეს, მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, მოქალაქეების შეწუხების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თორე თქვენ ხედავთ ტელევიზიებში ყოველდღე ამაზეა საუბარი ყველა არხზე და მიტინგიც მიმდინარეობს და ყველაფერი და გაგრძელდეს. ეს არ არის არანაირი პრობლემა ამასთან დაკავშირებით. მაგრამ თუ ჩვენმა ოპონენტებმა აირჩიეს ეს გზა, ხო, რომელიც ჩვენი აზრით არასწორია, კანონსაწინააღმდეგოა, ჩვენ მაინც შევეცდებით მაქსიმალურად ბოლომდე შევეცდებით, რომ არ მივიყვანოთ საქმე არანაირ კონფრონტაციამდე. გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას, ჩვენ საქმეს ყველანი ვაკეთებთ. უბრალოდ შეიძლება ოფისები იყოს. დაკეტილია პარლამენტი და სხვა განტარდება კომიტეტის ხდომები. პარლამენტის შენობაა დაკეტილი, მაგრამ კომიტეტები დადიან რეგიონებში, ესაუბრებიან ხალხს, მათ პრობლემებზე საუბრობენ და ესეც ძალიან სერიოზული საქმიანობა პარლამენტის. მთავრობაც ასევე შეიძლება სხვადასხვა ოფისში, მაგრამ ყველა თავის საქმით არის დაკავებული. თქვენ სად იმყოფებით მთავრობის კანცელარიაში? იყო საუბარი პიკეტირებულია და მთავრობაც ქუთაისის გასვლის ხდომაზე ითქვა, რომ საგანგებოდ წახვედით. დღესაც გავიარე ის პიკეტი, როგორც შევედი, ისე გამოვედი. სხვადასხვა ეს პრობლემაა სწორედ ისა, რომ იქ ხალხი არ არის. იქ ხალხი არ არის. და უბრალოდ ეს საკნები დგას, აი მიმდგარია ამ შესასვლელებთან, ყველა შესასვლელთან აბსოლუტურად და აი ეს არის ფორმა, ასე ვთქვათ, პროტესტისა. მაგრამ ეს არ არის სწორი ამაზეა საუბარი და ეს არ არის ის, რასაც ქვია სიტყვის თავისუფლება და თავისუფლად საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს სხვა რამეა. გასაგებია. ბატონო გიორგი, არ შემიძლია არ გითხოთ, თქვენს დაადასტურეთ ამაზე პრესაშიც დაიწერა, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, მე არ ვიცი, ხელისუფლებიდან ვინც კონტაქტობთ ოპოზიციის ლიდერებთან, გულისხმობ, ნუ რაც ვთქვათ, დაადასტურა თავად დავით უსუფაშვილმაც და ირაკლი ალასანიასთან ჰქონდათ შეხვედრები, თუ არ ვცდები, ეს დაიწერა პრესაში. რაზე საუბრობთ ხოლმე მსგავს შეხვედრებზე, ანუ, როდესაც დიალოგის ზღვარზეა ოპოზიცია და ხელისუფლება და გადაწყვეტილების მიღება ჭირს, ამ ფონზე უბრალოდ საინტერესოა პირად შეხვედრებზე რაზე საუბრობთ ხოლმე. პირველ რიგში ყველა ჩვენს ოპონენტს უაღრესად დიდი პატივისცემით ვეპყრობი და ყველას აზრი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო. ჩვენ მქონდა შეხვედრა აი ამ მოვლენების ასე ვთქვათ დაწყებამდე და უმთავრესი და პრაქტიკულად ერთადერთი ძირითადი საკითხი იყო, რომ გვეთანამშრომლა არ დაგვეშვა პროვოკაციები არც ერთი მხრიდან და ეს ანუ აქციების მშვიდობიან წარმართავს. და ეს აქციები წასულიყო ისე, რომ არ დაგვესხა ჩვენი რაღაც არასწორი მოქმედებით ან ხელისუფლების ან ოპოზიციის მხრიდან მტრის წისქვილზე წყალი. რაც მე მგონი მეტნაკლებად მთლიანობაში განხორციელდა და მოგვერდა და ქვეყანაში მადლობა ღმერთს არანაირი რაღაცა ასე ვთქვათ სამოქალაქო დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა სამწუხაროა რომ როდესაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ხედავს რომ აი ამ აქციებს ის შედეგი არ მოაქვს რომელიც მათ ჩაიფიქრეს, ასე ვთქვათ გაჯიუტებული რო არიან რომ გინდა თუ არა პრეზიდენტი გადადგეს, ეხლა ცდილობენ ისეთი ფორმები
მოიყენო, რომელიც ელემენტარულ ადამიანურ ნორმებს და კანონის ფარგლებს ცდება, იგივე თქვენს ახსენეთ ჟურნალისტების შეურაცხყოფა. ეხლა ეგეთი რამ 21 წელიწადია ამ ქვეყნის პოლიტიკაში ვარ და 1000 მიტინგში მიმიღია მონაწილეობა, რომ ოპოზიციაშიც ყოფილ ვარ და რადიკალურშიც და ასეთშიც და ისეც. და რომ ჟურნალისტებისთვის პირადად თუ ჩვენს მომხრეებს, ვთქვათ, პირადობის მოწმობები შეგვემოწმებია და შენობაში არ შეგვეშვა და რაღაცა მორალური ზეწოლა განგვეხორციელება თუ შეურაცხყოფა, ესეთი რამ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში. და ეს არ არის ნორმალური. და ამდენად თუ ასეთი გზა გაგრძელდა, ეს ნამდვილად არ მიგვიყვანს კარგ შედეგებამდე. ჩვენ თავაზობთ ოპოზიციას გამოსავალს. ჩვენ თავაზობთ, რომ ესეთი ფორმულით კი არ მიმოქმედოთ, ან ყველაფერი, ან არაფერი. კი, ცხადია და მე მგონი ისინიც ხვდებიან ამას. თვით აი ხელისუფლებისადმი ძალიან რადიკალურად დაპირისპირებენ, რომ ამ აქციებით პრეზიდენტ სააკაშვილს ისინი ვერ გადააყენებენ. ეს ამას უნდა შეეგუონ, ხო? მაგრამ ამის გარდა ხომ არსებობს ძალიან ბევრი რამ. და აი ამაზე საუბრობდი ჩვენ ასევე ჩვენს ოპონენტებთან, რომ ამის გარდა განა ცოტა რამეა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუცია შევცვალოთ და თქვა იგივე დაუახლოვოთ უფრო ბევრად უფრო დაბალანსებულ ფრანგულ მოდელს, რომელზედაც ხელისუფლებაში უკვე არის გარკვეული მზაობა. ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ დიალოგში, შეიძლება იყოს იქით ან აქეთ, ეს დამოკიდებულია როგორი იქნება შეთანხმება. იგივე განა ცოტა არის, რომ ამ ქვეყანაში იყოს ისეთი საარჩევნო კანონმდებლობა, რომლის გამოყენებით ჩატარდება ისეთი არჩევნები, რომლის შემდგომ აღარ იქნება ქვეყანაში მუდმივად ეს იწილობიწილო, რომ არა შენ გააყალბე, არა შენ გააყალბე, არა შენ ეგრეთ წოდებული ხარ. ეს ცოტა არის. იგივე რომ შევთანხმდეთ, უფრო მეტი რა შეგვიძლია გავაკეთოთ სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში, ეს ცოტა არის. ხო და მოდით, როცა არის მზაობა ამისა, როცა მთელი ხალხი გვიყურებს, როცა საზოგადოება უცხერს ამ პროცესს, როგორ შეიძლება რომ ვინმე მეორე მხარე მოატყუოს. როგორც კი ვინმე მეორე მხარეს მოატყუებს, ის საერთოდ პოლიტიკური სცენიდან წავა სამუდამოდ. ამდენი ამბის შემდგომ. ეს ხელისუფლებაც რომ იყოს ამ უნდა, ბუნებრივია, გამორიცხულია, რომ ვინმე მოატყუოს. თუ ვინმე მოატყუებს, მაშინ იმის პოლიტიკურად, იმის საქმე პოლიტიკურად დამთავრდება. გასაგებია, ბატონო, თქვენ საჯაროობა ახსენეთ, რა ფორმატით განიხილავს ხელისუფლება, ვთქვათ, აი ამ შეხვედრას და პირადად პრეზიდენტი მიიღებს თუ არა მონაწილეობას, იმიტომ რომ იგი ოპოზიციის მხრიდან ირაკლი ალასანიამს თქვა, რომ ისინი მხოლოდ პრეზიდენტთან თახდებიან საუბარს. რა თქმა უნდა, ის მიიღებს მონაწილეობას ნებისმიერ კონსტრუქციულ საუბარში, ნებისმიერ კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც იქნება მიმართული საქმისკენ. როგორც გითხარით. ამ მოთხოვნაზე არ შედგება შეხვედრა, რასაც ოპოზიცია აკეთებს, თქვა ერთ მოთხოვნას. რა თქმა უნდა, ხა ულტიმატუმებზე და ხა გადადექიო ამ მოთხოვნით ხა მიდიხარ, ეს ხო არასერიოზული ხა. ბოდიში და ხა ხო არ შაყირობთ არა? ქვეყნის ბედზია ლაპარაკი. ხო ხა მე მოვალ შენთან დიალოგისთვის, იმიტომ რომ გითხარ რომ გადადექით და აგიხსნა, ეხლა თუნე კიდევ ოპოზიციამ უნდა აუხსნას პრეზიდენტ სააკაშვილს, რატო უნდა გადადგეს. ვიცით ყველამ ეს, ასე ვთქვათ, რა პრეტენზიები აქვს ოპოზიციას. გასაგებია. მაგრამ ჩვენ გვაქვს სხვა პოზიცია, მიგვაჩნია რომ ხელისუფლებას ბევრად მეტია გაკეთებული, ვიდრე თქვათ აქვს შეცდომა გასაგებია. და აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, გარდა ამისა, მიგვაჩნია რომ ხელისუფლების ცვლილება ჩვენი ქვეყნის არის ცუდი, საზიანო. ეხლა ქვეყანა სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება. გასაგებია, თუმცა ნაწილს არიზერებს ხოლმე ოპოზიცია, მაგრამ დრო გვეწურება და მე მოგკითხოთ და გისვათ რომ დავასრულო ეს აზრი, მინდა გითხრათ რომ პირობა უნდა იყოს ესეთი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვცემთ პატივს, რომ ჩვენ ერთმანეთის არსებობას არ უარყოფ და ვაღიარებთ, რომ ოპოზიციას აქვს არსებობის უფლება და ხელისუფლებას არის თავის ადგილზე და ისიც მოქმედებს როგორც ხელისუფლება თავისი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და ოპოზიციას თავის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე და ჩვენ შედეგის მიზანი ის კი არა გვაქვს, რომ რომელიმე მხარემ ერთმანეთი მოატყუოს, უფრო მეტი რაღაცა ბერკეტები შეიძინოს, რომ მერე შემდგომში უფრო შემოუბრუნდეს ერთმანეთს და ასე ვთქვათ რაღაცა ცუდი გაუკეთოს. სწორედ ამაში არ არის ხოლმე ნდობა ხელისუფლების, მაგრამ ხელისუფლებას ყველანაირი ბერკეტი ისედაც აქვს. რამის გაკეთება არ მეგონს რომ ნდობას რის გამოც ძალიან დიდი ნაწილი უარს ამბობდა დიალოგზე. ოპოზიციას თუ ესეთი მიდგომა აქვს, აი რაღაცები ჩვენ მოგვეცით ახლა და მე მოძლიერდები და მე მოვალ თქვა შემოდგომაზე ან მომავალ წლის გაზაფხულს და მე უფრო უკეთესა დაგამხობ. ასეთი მიდგომა თუ იქნება, ბუნებრივია ეს არ არის დიალოგი, ეს არის. გასაგებია, სწორედ ამავე თემაზე უნდა ჩაგეკითხოთ და უნდა დავასრულო გადაცემა. თუ მხოლოდ ერთი ნაწილი დათანხმდით თქვა დიალოგს, ან ისედაც ლიდერების ნაწილი გეგმავს ალბათ ამ მოლაპარაკების მაგიდის ირგვლივ დასხდომას, ყველა ბუნებრივია ვერ მიიღებს მონაწილეობას და მეორე ნაწილი მაინც ქუჩაში დარჩა და თქვა ისე აქციები განაგრძო. ამ პირობებში თანხმდება თუ არა მართველი გუნდი აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან.
იმიტომ რომ დღეს ითქვა ისიც რომ შესაძლოა აქციები გაგრძელდეს და ნაწილი მიუსხდეს მაგიდას. ყველა შემთხვევაში დაველაპარაკებით ყველას, ვისაც აქვს დიალოგის სურვილი, გულწრფელი სურვილი, დიალოგის და არა მოჩვენებითი, ასე ვთქვათ, პროცესის, იქნება ეს ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის ნაწილი თუ თქვათ საპარლამენტო ოპოზიცია, ნებისმიერი სხვა. დავით ბაქრაძემ დღეს ნათლად თქვა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ იმ რეფორმებს, რომელიც დავიწყეთ. ჩვენ რაც გამოვაცხადეთ, რომ გვინდა რომ გავაკეთოთ ამას, მაინც გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, სასურველია რომ ულტიმატუმის ტონი უწოდა ბაქრაძის ბაქრაძის ულტიმატუმი არ არის ეს ჩვენ შევთანხმდებით იმაზე რომ როგორ წავმართოთ თუ არის ამის სურვილი ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს ერთმანეთს პატივს ვცემთ შეგვიძლია ერთმანეთთან დაკავშირებაც კონკრეტული დროის დათქმაც არავინ არავის კუთხეში არ აყენებს ყველას მივცემ საკმარის დროს თუ ამაზეა საუბარი და უბრალოდ ვამბობთ რომ ჩვენ გვინდა რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ეგრეთ ასე ვთქვათ ინკლუზიური ანუ ყველას მონაწილეობით განხორციელდეს და იქნება ეს ერთი ჯგუფი 2-10 რაც უფრო მეტი იქნება უკეთესი და თუ ვინმე არის ღევანდელ რადიკალურ ოპოზიციაში რომელიც თანხდება ამ მიდგომას ჩვენ ამას მივესალმებით და გავაკეთებთ ყველაფერს რომ მათ ხელი შეუწყოთ რომ თავისი ამომრჩევლის წინაშეც ისინი იყვნენ პირმართალი ისევე როგორც პირველ ყოვლისა ჩვენ ყველანი ერთად ანუ შესაძლოა დაითქვას კონკრეტული თარიღი უკვე ამ დიალოგის უნდა დავასრულოთ ძალიან მოკლე პასუხი შესაძლოა კონკრეტული თარიღი დაითქვას ამ დიალოგის თუ კიდევ თქვა რაღაც შემოთავაზებას ელოდებით ან იგივე საკითხების ნუსხას აი ეს მიდგომა ოპოზიციისგან ძალიან მოკლედ პირობების გარეშე დღისასრიგის გარეშე წინასწარი პრესასთან პირდაპირ ვიტყვით კეკლუცობის გარეშე აი ამ ასე ვთქვათ ფორმატით შესაძლოა დაითქვას კონკრეტული დღე მზათავართ და კომუნიკაციის კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ დავაკონკრეტებ რომ აი ხვალ კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს დაუკავშირდებით ერთმანეთს და ამ საკითხს მოვაგვარებთ გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში ჩვენი გადაცემა დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით მადლობთ